მოგესალმებით, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნდით ჩვენი პოდკასტით და ვფიქრობდი, ვისთან ერთად შეიძლება მეყვინთავა სიღრმეებში და ვინ თუ არა ბატონი ანდროდ გებუაძე. როგორ ბრძანდები? მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა და იმედია კარგ სიღრმეებში შევალთ. სანამ კითხვებზე გადავალ, პირველ რიგში ესეთი პატარა დამთხვევა უნდა მოვყვე რა. ვფიქრობ იმსახურებს ეს გაჟღერებას, რომ ერთ რაღაცას წავაწყდი ესეთ დამთხვევას, რომ ფიქრობდი მეთქი რატო დამაინტერესა ფილოსოფიამ და არ დამაინტერესა, არქეოლოგიამ ამ სხვა რაღაცამ რა. და ესეთი აზრი შემომივიდა თავში რა. მეთქი ადამიანების სიბრმავე რა, რაღაც ძალიან დამძრგუნველია ჩემთვის მეთქი რა. უცნაურად შემოვიდა ეს აზრი. და ორ დღეში Facebook-ზე მიგდებს მამარდაშვილის სიტყვებს, რომელიც მე გაგონილი არასდროს არ მქონდა და არც საკითხული. აი ესე ზუსტად მაქვს სიტყვასიტყვით ამოწერილი. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ფილოსოფიისკენ წავედი, იყო ადამიანების სიბრმავე, ადამიანებიდან რეალობის წინ და ვერ ხედავენ მას. ანუ ზუსტად იგივე ფრაზა ამოტივტივდა და რაღაც პარალელი გაივლო რა. ეს საინტერესო, ეს პირადად ჩემი დამთხვევა და კითხვას რაც შეეხება რა, მაინტერესებს შენთვის რა იყო განმაპირობებელი და მამოტივირებელი, რომ ამ სიღრმეებში გემოგზაურა და დაგეწყო რა, თვით შემეცნება და მთელი ამბები, ფილოსოფია. მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანების სიბრმავე ამ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, მაგრამ მკაფიო და ნათლად მახსოვს, ესე იგი არ რაღაცა სკოლაში ვიყავით ბავშვობაში და ვფიქრობდი, რომ ეხა რო აზრი მომივიდა, ეს აზრი მზამდგომარეობაში იყო სადღაც და თავში დამეცა, თუ ეს მე ვიმშობიარე და რაღაცა პროცესით თუ აი შემდეგი აზრი ეხა რომ მოვიდეს ამისთვის რა უნდა ვქნა. აი ეგ აზრები მაწუხებდა ბავშვობაში, ეგ მახსოვს. ღრმა ბავშვობიდანვე, ხო? კი. ძალიან დიდი მადლობა. კი, ანუ ეგ უკვე ისეთი ინერცია არის, ხა უკვე დღევანდელი იმიდან შევხედავ, რომ შენ უკვე თვით შემეცნებაში ხარ, იმიტომ რომ შენ აზროვნებას უკვირდები. კი. და შენ აზროვნებას თუ უკვირდები გვერდიდან, ეგ უკვე ალბათ მთელი ცხოვრება გაყვება. ანუ ფიქრობ, რომ ეს რაღაცი უნდა დაყვებოდეს და ამას ესე მე არ ვიტყვი მაგას, რომ აუცილებლად უნდა დაყვებოდეს, ეს შეიძლება საერთოდ არ იყო ამ გზაზე და მე აღმოჩნდეს, რომ დაიწყე ეს გზა. თუმცა მეორე ხაზიც არის, ამაზე სხვა პოდკასტებშიც მილაპარაკია, რომ იმდენად რამდენად შენ თავს ამჩნევ, რომ სულ ბავშვობიდან გაქვს, რავი ეთყობა წინა ცხოვრებიდან მოგზევს მეთქი, იმიტომ რომ ეს ადვილად არ მოდის. და ამიტომ მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს ნაჩუქარი არის, ეს მოპოვებული არის და ამიტომ სულ ერთია ეს ხდება ამ ცხოვრებაში თუ წინა ცხოვრებაში, მე ვამბობ, რომ თავარი არის, რომ შენ აზროვნება გადაწყვეტო და დაანებე თავი რაღაცა იმეებს, რა ქვია, პლანეტებს და რაღაცებს თავი. ეგრე არის და თუ ქონია ეგეთი მომენტი ბავშვობაში, რომ ბავშვობაში რა კითხვაც დაგებადა, იმას დღემდე ვერცემ პასუხს. სავსე, უამრავი. და ეგ არის მარადიული კითხვები. მეტიც ალბათ ვიცი, რომ ისე მოგტები, რომ ვერც გავცემ პასუხს. ან უარესი ამ პასუხს სცემ და შენ გონია რომ გაეცი, გადის დრო და კიდევ რაღაცნაირად fine tuning-ს უკეთებ და შემდეგ ხვდები, რომ თვითონ შენივე პროცესი, შენივე დახვეწის პროცესი არის ეს. შენ გონია რომ პასუხი იხვეწება და ამ დროს შენ იხვეწებ. მუდმივი პროცესი არის ხო? მაგასაც ვერ ვიტყვი, რომ მუდმივი პროცესი არის. ნახე, არ ვიჩქარებ. იმიტომ რომ არის რაღაცა საკითხები, რომელსაც აი ნათელი მოეფინა, დადგინდა და ის თითქოს და 10 წლეულები არის დაფიქსირდა და გასაგებია. მე ხა სწორად გამეკე, რომ შეიძლება თქვა, რომ რაღაცა ევკლიდური გეომეტრია და მე ვიღაცა ლობაჩევსკის გეომეტრია, რომელსაც ამოაყირავა და კი, ასეთი ნახტომი შეიძლება მოხდეს და შეიძლება სადღაც დაუშვა, რომ პარალელური ხაზები ერთმანეთს კვეთავენ. როდესაც დეფინიციით არ უნდა კვეთავდნენ. მაგრამ რაღაცა გეომეტრიაში დაუშვა რომ კვეთავენ, მაგრამ ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენ ისე ხელა გაფართოებას უკეთებ შენ ესე იგი თვალსაჩინოს, რომ შენი წარსული იმაში ერთ-ერთი ნაწილი ხდება. ანუ იმას კი არ უარყოფ, არამედ შენ იმას აფართოვებ და ეხლა თუ მეორე კითხვას დამისვა, რომ ეს გაფართოება უკიდეგანუარი თუ ამას ზღვარი აქვს, მე უკუღმავს საკითხს და ყოველთვის ვამბობ, რომ შემეცნება არის საკუთარი თავის დადგენა. და საკუთარი თავთან მისვლის პროცესი თუ არის, მაშინ სასრული ყოფილა. თუ აწარმოებ კონტენტს, გინდა რომ ჩაწერო პროფესიონალურად ვიდეოები, ამისათვის იდეალური გარემო დაგხვდება პოდკასტ კორნერ თბილისში.
რომელიც მდებარეობს მაქსიმ გორკის 11 ნომერში. ლინკს დავტოვებ აღწერაში და ვისაც სურვილი გაქვთ რომ თქვენი კონტენტი წინ წაწიოთ, თქვენი ბიზნესი, ბრენდი განავითაროთ, მობრძანდით და გხვდებათ პროფესიონალური და საოცარი კომფორტული გარემო. თავისთავად. იმიტომ რომ შემეცნება ყოფილა მარტო იმ დისტანციის აღმოფხვრა, რომელიც მე მაშორებს ჩემს თავთან. ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ პარადოქსულია, ხო, თუ ეს თვითშემეცნება არის მუდმივი პროცესი. კი. მაშინ ის რაღაცა მივაღწიეს ამბავი სად იკვეთება მანდ, რომ და მე ხელს ვაწერი იმას, რომ ეს არის სასრული პროცესი. 100%-იანად? თუ არ არის სასრული პროცესი, მაშინ გაუგებარია რატო უნდა ვიარო ამ გზაზე. ხო, ან მეც იგივე კითხვა დამებადა რა. აი ეს მამარდაშვილის გაგების აქტი, ხო, როგორც მამარდაშვილი ამას ეძახის ერთ კონკრეტულ სიტყვას, რომ შემეცნების აქტის დროს დგება შეგრძნება სისრულის. ესე ამბობს კიდევაც შევსრულდი. და ეს თანგდებს შენ ეს მუდმივი უკმაყოფილება კი, ეს წლები? ზუსტად ეგრე არის. ინდურ ვა, კონტექსტში რა არის ესეთი რაღაცა. იქ არის სად ჩიტ ანანდა, ჩიტ არის ცნობიერება, ანანდა არის ნეტარება და ჩიტ როდესაც მოდის, ანუ როდესაც გააცნობიერებ. და ნახეთ რომ დაუკვირდე მართლა ეგრე არის. საკმარისია შენ სულ ელემენტარული რაღაცა გააცნობიერო და გაგიხარდება. კი, მაგას დაკვირვებული. შეუძლებელია რომ არ გაგიხარდეს. გამორიცხული. გამორიცხული არის. დეფინიციაში ის ერთ იგივე არის და შენ თუ ეს ესე იგი ტოპოლოგიურად გიხარია, შენ ამას მიყვები, იმიტომ რომ იმაში უკვე ეს არის მაგნეტიზმი დევს. და შენ მისდევ ამ სიხარულებს. ანუ შენ ვერ გააკეთებ იმას, რომ არ გიხაროდეს. და რახან ესე არის, მაშინ გამოდის, რომ შენ მიყვები, ჩვენ უბრალოდ ეხლა მე და შენ რასაც ვაკეთებთ არის, რომ სპეკულირებთ იმაზე, რომ აი იქით კი რა ხდება ძალიან შორს. ჯერ იქ არა ვართ მისული რა, მაგრამ თეორიულად, ანუ ტოპოლოგიურად გვაინტერესებს, ფილოსოფიურად გვაინტერესებს და მე ვამბობ, რომ თუ იქ დაუსრულებელი გზა არის, მაშინ გაუგებარია რატო უნდა ვიარო. რატო არის იქ ყოფნა უკეთესი ვიდრე აქ ყოფნა? თუ კი ის გზა დაუსრულებელი. და შენ თუ მეტყვი რომ არა ანდრო ეს გზა ყოფილა ჩემი მისვლა საკუთარ თავთან და თითოეული მიკრონაბიჯიც კი მე სიამოვნებას მაძლევს, მაშინ იქ არაფერი არ არის საძებნელი, მაშინ აქ ყოფილა საძებნელი. კი, მადლობა დიდი. აი ესეთი კითხვა მაქვს, რა მაინტერესებს, აი თუ ერთი სიტყვით შეგეძლებოდა დასახელება რა არის თქვენთვის ისეთი, რასაც ყველაზე მეტ ღირებულებას ანიჭებთ. ანუ უმაღრეს ღირებულებაში გულისხმობ იმას, რასაც ღირებულებათა იერარქიაში ყველაზე მაღლა აკეთებ. მე ალბათ ვიტყვი რომ ეგ არის შემეცნება. იმიტომ რომ დავფიქრდი რეალური საოცრება რა არის. საოცრება ჩემთვის არის ის, რომ მე შემიძლია რაღაცა გავიგო. აი ხო ხვდებით აი რაღაცა რომ მითხარ რომ საოცრება მოხდა, ცეცხლი გადმოვიდა, რაღაცები აი ადამიანმა იმას აქნა, აი როგორ შეიძლება ესეთი დამთხევა მოსულიყო, რაღაცა. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი არის მეათე ხარისხოვანი, ჩემთვის პირველი ხარისხოვანი არის ის, რომ რაც მე მემართება. ვიღაცის ისტორია კი არ არის. მე მემართება. თუ სულერთია, შემეცნება ნიშნავს რომ გავიგე. იმიტომ რომ პარადოქსული არის ის, რომ ამის მოდელირება არის შეუძლებელი. კომპიუტერს ვერ გააგებინებ ვერაფერს. ხელოვნურ ინტელექტს ის გაგების აქტს ვერ აკეთებს. მაგრამ ინტელექტუალურ აქტს აკეთებს იმის ზედავატირე ისე. ამიტომ აქედან გამომდინარე, როდესაც უკვირდები, რომ მოიცერწამით რა ძალებით თუ რა მექანიზმით თუ რა მეცადინეობით ხდება ის, რომ მე გავიგე და შევიცვალე, ეს ნიშნავს, რომ ჩემში რაღაცა ჩემზე მეტია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მე მოჭიდებას ვერ გავაკეთებ. მიუხამუზენივით ხوار შემიძლია ჩემი თავი წყალიდან ამოვიყენო მე, იმიტომ საყრდენი სადღაც სხვაგან უნდა იყოს, ჩემს გარეთ უნდა იყოს. ანუ ეს საყრდენი რახან ვიღაცა პიროვნულად სხვა არ მოსულა და მე თვითონ მივხვდი, რომ რა შტერი ვარ, რანაირად მივხვდი, ესე იგი ჩემს თავში ყოფილა რაღაცა ისეთი უხილავი საყრდენი, რომელიც ჩემზე მეტი ყოფილა, რომლიდანაც მე მივხვდი რა შტერი ყოფილვარ. ზუსტად მანდ მივდივარ, რომ მივხვდი, ანუ თუ მე დავუშვებ, რომ ყველაზე მაღალი მე რაც მინახია ჩემი თვალით, ეს არის შემეცნების აქტი, აი მე ესეთი რაღაცა ექსპერიმენტი გავაკეთე, რომ წმინდა წერილები წავიკითხე ისე, რომ სიტყვა ღმერთის ნაცვლად წავიკითხე შემეცნება და გავიგე ყველაფერი. ყველაფერი გავიგე. ბოდიში თვით შემეცნებას, უშუალოდ თვით შემეცნებას აი თქვენ ხო ამბობთ რომ ეს თქვენი ღირებულებაა უმაღლესი. რა აძლევს მაგას ღირებულებას? გიფიქრიათ ამაზე? კითხვა მითხარი ვერ გავიგე კითხვა. რა აძლევს თვით შემეცნებას ღირებულებას? რა კრიტერიუმით აფასებთ რომ მარტო იმ ნეტარებით. მეტი სხვა კრიტერიუმი არ არსებობს აქ.
შინაგანი ნეტარება იმისი, რომ დადგინდა ეს ყველაფერი, განათდა, ფაზლები შეიკვრა, ეხლა გავიგე, გამიხარდა და ამ ყველაფრის ფონი არის ის, რომ რა შტერი ვიყავი. რა მაგარი ვიყავი კი არ არის. არა, რა შტერი ვიყავი, მაგრამ რა ბედნიერების შეგრძნება მაქვს, რომ ეხლა მივხვდი, რომ შტერი ვიყავი და ეხლა უფრო მეტი ვარ ვიდრე ვიყავი და ძველი ანდრო მოკვდა და ახალი ანდრო რომელმაც გაიგო დაიბადა. ანუ გამოდის რომ ნეტარება ყოფილა უფრო მაღალი ნეტარება ეს არის ვიდრე ნეტარება დამადასტურებელი არის. შემეცნება თავისთავად არის ყველაზე ფასეული. უბრალოდ ნეტარებით ხვდები რომ შემეცნების აქტი მოხდა, იმიტომ რომ ნეტარების ელემენტი რო არ იყოს, შენ ვერ მიხვდები რომ გაიგე. კი. ანუ თითქოს იცი რა ხდება ხოლმე, მაგ დროს როცა ვფიქრობ, რომ უსასრულობაში ხო არ მიდის, იმიტომ რომ ეგ ნეტარებაც ხო ღირებულებაა ფაქტია. სწორია, მაგრამ მივხვდი ხო საერთოდ ძალიან რაღაცაზე გავოდით, აი არ ვიყავით აკურებული, ეხლა გავოდი მაგ იმაზე. მივხვდი ხო? უსასრულობაში არ გავდივარ, იმიტომ რომ ჩემივე ნეტარების წრემლის წერტილს ვავს მანდ. დარწმუნებული, ხო? აი დაუკვირდი, აი შენ თავზედაც შეგიძლია გადავამოწო. შენ როდესაც მიხვდები და რომ მიხვდები რომ რა შტერი იყავი, მე არსად აღარ დარბიხარ. მე უბრალოდ დაждები და იტყვი რომ წრემლი გადმოგივარდება და მე ხვდები რომ რას ჯაჯგურობდი. და შეგწხვება. და აქ უკვე აღარ არის რომ მოიცა კიდე ხო არ მეშლება. არა, გადასარევად ხვდები რომ ეხლა არ გეშლება. ეხლა რა თქმა უნდა მე ვამბობ რომ კიდე შეიძლება ეს კიდე გააფართოვო ეს მომენტი, მაგრამ ის მომენტი რომ აქ შემეცნების აქტი მოხდა და შენ გაიგე რომ ვერ გებულობდი. ეგ უკვე ნიშნავს იმ და ეს არა მარტო უბრალოდ დაუშვი რომ ვერ გებულობდი, არა, გაიგე რომ ვერ გებულობდი. ამაში ორი ძალიან დიდი განსხვავება არის. ერთი არის ჰიპოთეტური მოსროლა აზრის რომ იქნება მეშლება და მეორე არის რომ აუ, ჩემი რა შტერი ვარ, იქნება კი არა, რომ ამას ვაფშე როგორ ხედავდი ესე. იმიტომ რომ ეხლა გავიგე. და ეს გაგების მომენტი ნიშნავს რომ მე მარტო ტვინის აქტს არ ვაკეთებ, ამ ტვინში შემოიჭრა გრძნობა. ეს ნეტარება აუცილებელი ატრიბუტი არის ამისთვის. და აზროვნება ნიშნავს რომ აზრიც არის და ვნებაც არის რა. ანუ ვნება როგორც შეგრძნება. ანუ მე რაც ვიცოდი ის ვიგრძენი. და მე თუ რაღაცა ვიცოდი და ვიგრძენი, მე საერთოდ სხვა მდგომარეობაში გადავდივარ. მე გარე მარბენალი ვიღაცა ტიპი კი არა ვარ, ვინც ინფორმაციებს ვეძებ. არა, მე ეხლა უკვე შემოქმედი ვარ. იმიტომ რომ მე თუ გავიგე რაღაცა კანონზომიერება, მე იმ კანონზომიერებით უკვე შემოქმედებით აქტს ვაკეთებ და მე თვითონ ხარისხობრივად სხვა ლიგაში ვთამაშობ შემეცნების აქტის მერე. ამიტომ შემეცნების აქტი არ აგერევა სხვა რაღაცას. ანუ შეუძლებელია რომ ჩვენ უსასრულობაში გადავარდეთ, როდესაც აი ამ ღირებულებების კრიტერიუმებზე მიდგას საქმე. შეუძლებელი არ არის ცდუნება, უსასრულობაში თუ გადავარდით ცდუნება არის. ესე იგი შენ აყევი იმას, რომ შენ მარტო ფანტაზიორობ და შენ არ სცემ პასუხს. პირდაპირ გეტყვი მაგის მექანიკა როგორ არის რა? ნახე, სად არის ძაღლის თავი მან დამარხული. მე როდესაც ვამბობ რომ არსებობს მოსროლილი ჰიპოთეზა, ესე ხო არ არის რაღაცა, აი ფიქრობ რომ მეც ხო არ მეშლება და აი ესე ხო არ უნდა დავარტყა ბურთს, ფეხი, პენალს როცა ურტყავ და მაგ დროს ხო არ გავიტან გოლს სიტყვაზე. ანუ შენ აზროვნებ და შენ უშვებ დაშვებებს აკეთებ რომ მოიცა ეხა ესე ვცადო, ეხა ესე ვცადო, ჯერ არ იცი, იქ უნდა გამოსცადო, ხდები? და აქ შენ ამბობ ეგეთ რაღაცას რომ თუ ტვინი აგენერირებს მაგ ინტრიგას. ესე ხო არ არის. და თუ შენ ტვინითვე პასუხობ ტვინისვე კითხვას, ანუ შენ თუ აზრით პასუხობ აზრს, ეგ არის ხაფანგი. იმიტომ რომ მე გადადიხარ ნახერაში, რავი, აბა ესე არის, კი კაცო, როგორ იმან ესე თქვა და როგორ არის, აი chat GPT-ს ვკითხე ეგეთი მომენტი, როგორ არის, ამჯერ არის და უკვე შენ აი ეგ პროცესი არის დაუსრულებელი. მაგრამ თუ აი ეგ შემოდის რომ მოიცა ესე ხო არ არის და შენ ამას აკეთებ და შენ გრძნობ რომ აბა ჩემი მართლა და გრძნობა ადასტურებს ამას. მაშინ ჩვენ ტოპოლოგიურად სულ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. მაშინ გვაქვს რომ ორი უკიდურესობა, რომელიც აქეთ ფიქრია და აქეთ გრძნობაა, რომელიც ესენი ვაფშე დააწყეში ვერ იტანენ ერთმანეთს, ესენიც კი თან ხვდებიან. მაშინ გამოდის რომ ყველაზე დიდი დუალობის სინთეზზე გავედით. ჩვენ კოსმიურ ქორწილზე გავედით. იმიტომ რომ არაფერია ისეთი დიდი პოლარობა, როგორიც არის აზრი და გრძნობა. ამას დიდი პოლარობა აღარ არსებობს, ხო? შეიძლება თქვა რომ რაღაცა უსასრულობა და კონკრეტულობა, თქვა რომ მოძრაობა და უძრაობა, მაგრამ რეალურად ეგ დაიყვანება იქამდე რომ ჩემში ორი პოლარობა არის. ანუ ესე გამოდის რომ თავისთავადია, ხო? ესე შეიძლება ითქვას ის კრიტერიუმი რითაც. ის ცალსახად, ის კრიტერიუმი არის თავისთავადი და ამდენად ჩვენ რახანის თავისთავადია,
ესე იგი ფილოსოფიურად ვთქვათ, ის აბსოლუტურია. რახან ის აბსოლუტურია, მაშინ მე ის გადამრჩენია რომ თქვა რომ მოდი და იყოს ნება შენი და სუფევა. მაგაზე ბევრი ვიფიქრე და ეხა ფილოსოფიურად კი, მაგრამ მეორე მხარეც იკვეთება აქ უკვე შემოდის უკვე როგორ ვთქვათ, წრიული არგუმენტაცია თუ გაგიგიათ რომ ანუ თავისთავადი გამოდის რომ არგუმენტიც არ გვაქვს ხო იმისათვის რომ ჩვენ დავახასი გავიგე პასუხი yes and no ეგ არ არის circular reference წრიული არგუმენტაცია რა რატო იმიტომ რომ ეს რო იყოს ეგეთი რაღაცა რომ მე ეს გავიგე იმიტომ რომ უბრალოდ ვიგრძენი მაშინ იქნებოდა circular reference მაგრამ აქ ეგრე არ არის აქ არის სხვანაირად საქმე მე რომ გავიგე იმის მერე მე ავხსენი არა ხან ავხსენი circular reference აღარ არის იმიტომ რომ მე რო ვერ ხსნიდე და ვემონებოდე სხვას მაშინ იქნებოდა რომ იმას რატო ემონები აუ იმიტომ რომ სხვას ვემონები რომელმაც განმისაზრო რომ ეს კაი ტიპია და რა იცი რომ ის კაი ტიპია და აუ ეგეც არ ვიცი ეგ იმიტომ რომ კიდე უფრო თქვა და გავდიო და შეიძლება ეს დატრიალდეს და წრეზე წამოვიდეს და მაშინ წრიული არგუმენტაცია იქნება მაგრამ მე თუ ამბობ რომ ერთ წამით აქ წყვეტა მაქვს იმიტომ რომ მე რაც ვიგრძენი და სადაც ჩემი აზრი და გზნობა დაემთხვა მე იმის მერე გაგების აქტი გავაკეთე და ამ გაგების აქტით შემიძლია შემოქმედებითი აქტი გავაკეთო მაშინ მე უკვე აღარავის დასტურს აღარ ველოდები ამის მერე ანუ ერთი სიტყვით ყველაზე სანდო წყარო ეგ ყველაზე სანდო წყაროა კი ამიტომ პრინციპში გითხრა მაგას სახარებისეულად რა ქვია ხე ნაყოფით შეიძლება კი პრინციპში მე მოკვდით თუ ნაყოფი გაქვს შეიძლება გასაგებია რომ ესე იგი გასულ ხარ დამკაში რა კი იმიტომ რომ აბა ვინღა არის შენი კრიტიკოსი შენ უკვე პროდუქტი დადე შენ შემეცნების პროდუქტი დადე და შემოქმედების პროდუქტი დადე აბა ღმერთი ყოფილხარ დაგვანებე თავი მიხდი იმიტომ რომ მაშინ ვიღასგან ითხოვ ამ ტაშს და აღიარებას მესმის ზუსტად და გადიხარ იმ მდგომარეობაზე რომელსაც რელიგია ეძახი რომ მე ვარ ის რომელიც ვარ განსაზღვრული საკუთარი თავით ღმერთი არის ღმერთი იმიტომ რომ ღმერთია და მე გადასარევად გავიგე რატომ არის ეგ დეფინიცია ეგეთი დიდი მადლობა ღირებულებებთან პრინციპში კავშირშია ეხლა რომ გადავიდეთ ესეთ ამბავზე ქცევა და მორალი რა აი ესეთი რაღაცას დავაკვირდი რომ დაუშვათ კანტი ვალდებულებებზე აგებდა თავის მორალს და ქცევას არისტოტელე აგებდა სათნოებაზე ნიცშე ძალაუფლებაზე რავი ოშო შეგნებაზე და რატომაა ჩვენი პერსპექტივა სიტყვაზე პირობითად თქვენი დანარჩენებზე დომინანტური და უკეთესი რა თუ მომყვებით რა კითხვა როგორ რას გულისხმობ დომინანტობაზე და უკეთესობაზე პრეტენზიას ნამდვილად არ ვაცხადებ მე ამ შემთხვევაში სიტყვაზე სინდისზე წავა ალბათ ხო საუბარი ხო და სინდისის მთელი სილამაზე არის ის რომ მე ამ სინდისს უყურებ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ისე რომ когда говорит совесть молчат все ხო როცა სინდისი ლაპარაკობს იქ უნდა გაჩუმდე რა მაგრამ მე ამავე დროს ვამბობ იმას რომ ჩემი სინდისი და შენი სინდისი ერთეიგივე არის და ეს ჩემ ამ სინდის შენახმოვანებ თუ მე ვახმოვანებ სულ ერთია მე მეცაც გეტყვი რომ მე სანამ ეგ არ გავაცნობიერე მე ვერც იმას ვერ მივხვდი თუნდაც ქრისტიანული მორალით რატო უნდა მყარებოდა მოყვასი და მტერი მაგრამ ეხა გავიგე იმიტომ რომ თურმე მისი შიგნით რაც არის ის ვარ მე და აქედან გამომდინარე ამაში უკვე დომინანტობის ესე იგი მარცვალი აღარ დარჩა ვისვე დომინანტო ვინც მე ვარ ანუ სინდისი და მე ერთი და იგივე სინდისი და მაღალი მე არის ერთი და იგივე ანუ მე ვარ სინდისი ანუ ჩემი მართლა მე და შენი მართლა მე არ განსხვავდება ერთმანეთსაგან და მე მეცაც გეტყვი აი მამარდაშვილი ამას ეძახის რომ ცნობიერება არის მხოლობით რიცხვში რომ ჩემი ცნობიერება და შენი ცნობიერებაც ერთი და იგივე არის სრული სიგიჟეა რომ ჩახვედით მანდ ანუ გამოდის ტრანსცენდენტულია ეს ხო მაგრამ ტრანსცენდენტული აქეთ ამ ეგოს პერსპექტივაში არის ტრანსცენდენტული თორე თავის თავთან მიმართებაში ის არის რაც არის და ის ხარ შენ და გამოდის ეგეთი რაღაცა რომ აი ნახე უყურმა დაგაფიქრებ რომ მასე არ იყოს კითხვასაც არ დამისვავდი და თუ ჩემზე მეტია მაგას ვინ ამჩნევს აი ის შენზე მეტია როდესაც მე ვამბობ სიტყვა შენზე მეტია იგულისხმება შენზე ეგოზე მეტია ანუ შენ გაქვს შენი თავის ახმა იქ სადაც შენი თავისუფლება არის და არის რომ მე კაცო წავედი მოვედი აი ეგერ ეხა ვიყავი რაღაცა იმასგან გავაკეთე რაღაცები და ეხლა აქ მოვედი აი ამას ვეძახი მეს მაგრამ უცებ არის მაღალი მე რომელიც ამას აკვირდება და ამბობს რომ შენი ხე იტყუები და მოიცადე რომელი ვარ მე რომელიც აკეთებს თუ რომელიც ხდება
და აქ მე ტრანზიცია მჭირდება, მე შეიძლება მთელი ცხოვრება დამჭირდეს იმაზე, რომ მე doer-დან observer-ზე გადავიდე, ხო? ანუ ნიშნავს, რომ მე ის კი არა ვარ, ვინც აკეთებს და ვინც როგორც ნაწილს მოისაზრებს თავის თავს, არამედ მე ვარ ის მთელი, რომელიც ამას ელოდება ეს აზზე როდის მოვა ერთი. და რას ფიქრობ, ამ observer-საც აკვირდება ვინმე თუ ისიც თავის თავად? კარგი კითხვა არის. მე მანდ ვჩერდები და ვამბობ, რომ observer-ის თუ ვინმე კიდე აკვირდება observer-ს, მე მაგას ვერ ხედავ, ამდენად არ მაინტერესებს. იმიტომ რომ მე მაინტერესებს ის, ნახე, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის ეგ რა. მე მაინტერესებს მარტო ის, რაც ერთდროულად არის ჩემში და ჩემზე მეტი. იმიტომ რომ თუ observer-ს ვიღაცა ესე იგი აკვირდება, ეგ ჩემში უკვე აღარ არის და მე ამდენად აღარ მაინტერესებს. მაგრამ რამდენადაც ის ჩემშია და მაკვირდება, მე იმდენად მაინტერესებს. კი. მაგრამ იმსახურებს ნამდვილად ჩაღრმავებას ეგეც პირდაპირ გეტყვი, ხა მაგ ახალგაზრდობაში მაგისთანა სპეკულატიურ აზრების მეტი რა გვიქნია, ხო, ეხლა იმას შეგვიძლია. რომ შენ რო დაუშვა, რომ იმას კიდე ვიღაცა აკვირდება და მე მეტყვი, რომ იმასაც კიდე ვიღაცა ხო არ აკვირდება და იმასაც კიდე n ხარისხის დამკვირვებელის იდეას თუ შემოიტან, გეტყვი, რომ რავი, შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ მე რა. ანუ ეგ უკვე ნიშნავს, რომ იმდენად ტრანსცენდენტალურად გადიხარ, რომ მე მოჭიდება აღარ მაქვს და აზროვნებით აქს ვერ ვაკეთებ იმაზე, რაც ფანტაზია, ანუ გაგების აქტიც ვერ მოხდება. შეუძლებელია, იმიტომ რომ გამოდის, რომ შენვე იფანტაზიორე და შენვე უნდა გაიგო ის, რაც შენვე შექმენი, დაივიწყე. ძალიან გამორიცხული ამბავი. ამიტომ შემეცნებითი აქტი ხდება არა ფანტაზიაში, არამედ რეალურად საკუთარი თავის მოსმენაში. და საკუთარი თავის მოსმენაში გაქვს ეგეთი პარადოქსი, რომ ჩემი აზრი და ჩემი გრძნობა არ ეთანხმება ერთმანეთს, მაშინ ამბობ, რომ გავიდეს ახლა ყველა ოთახიდან დამტოვეთ მარტო, იმიტომ რომ მე აქ თუ არ დავლაგდი, მე ვერ გავაგზელებ ცხოვრებას. და აზროვნება არის ამათი დალაგება, რომ აზრი და ვნება და აზროვნება დაქორწინდეს ერთმანეთში და გავიდეს ერთზე. აი, ხო ქონია ეგეთი მომენტი, რომ რაღაცას გააცნობიერებ და ისე გიხარია თითქოს მეორედ დაიბადე რა. ეგ არის, ყველაფერი ეგ არის. მე გეტყვი რომ მეტი არაფერი გჭირდება გზნობა. აღდგომა, რა ვიცი მე, ამაღლება, სულთმოფენობა ეგ არის. შემეცნება არის, სტრუქტურალურად დაგიმტკიცებ, რომ იგივე არის. იმიტომ რომ შემეცნების დროს ძველი ანდრო ყოფდება და ახალი იბადება. ზუსტად, აი მინდოდა მეთქვა, მაგაზე ხაზი მინდა. ჩემ თავშიც ვარ დაკვირვებული. მე კონფლიქტი რელიგიურ ადამიანებთან კი არა მაქვს. მე კონფლიქტი გეტყვი ვისთან მაქვს. იმ ხალხთან, რომელსაც არ სჯერა მეტამორფოზის. რომელსაც არ სჯერა, რომ ადამიანს ეშველება რამე. 100%-ით მოყვება. და რომ ადამიანი რაშჯონი პოლზეც ნიკაგდა ნინაუჩტელიტაც, აი მაგათ ვეკამათები, თორე რელიგიურ ადამიანი მეუბნება, რომ ბიჭო, შენ რასაც ლაპარაკობ, ეგ აქანებული ქრისტიანობაა. მე გეტყვი, რა თქმა უნდა, იგივე განსხვავებული სიტყვებით ლაპარაკობ. ოღონდ მე ფილოსოფიურად ის სტრუქტურა მესმის იქ რადგანაც მეdes. ანუ მე მორწმუნე კაცი კი არა ვარ, მე მოაზროვნე ვარ, რომელიც იგივე საზრისზე გავდივარ, როგორც სხვა გზით. მაგრამ შენ თუ მეტყვი იმას, რომ არა კაცო, მე ვარ, ესე იგი, ცხოველი, ან human species, social animal და ჩვენ ვართ დნმ-ით განსაზღვრული რაღაცა არსებები, რომლის თავისუფლება შეზღუდული არის ბიოლოგიით და ჩვენ არც თავისუფალი ნება გაგვაჩნია და ვერც მეტამორფოზის აქტი ვერ მოხდება და მოგვიწევს რომ ვიყოთ ესეთი რაღაცა ბიომასები რაც ვართ, გეტყვი რომ აი ახლა დამანებე თავი. ზუსტად, იმიტომ რომ ამ გაცნობიერების მომენტში თითქოს კარგავ იმ ძველ თავს. იმიტომ რომ მე უნდა გითხრა რომ შენ თუ მასე ბიომასაც მიგაჩნია თავი, მაშინ ამიხსენი შემეცნებით აქტს როგორ აკეთებ. და თუ შენ შემეცნებით აქტს აკეთებ, მაშინ ბიომასა აღარ ახარ. კი, და აი ამ ხო და აი მაგაზე ზუსტად წინ თემა მოიტანა და რო საუბრობდით ჩვენ რომ ეს გაგების აქტი რო დგება და ეს გაგების აქტი ხო ბევრჯერ მოდის, ხო? ეს გაცნობიერებები, ეს რო იტყვიან იღვიძებ რა ამ პროცესში. ეს თვითშემეცნების პროცესის ნაწილი ხო არის? თავსახად. და იმიტომ გაგების აქტი ვერ მოხდება გარეთ და ისევ ის კითხვა მომდის თავში, რომ მაშინ სასრულზე, ანუ სად შეიძლება მორჩეს თვითონ ეგ პროცესი, რომ რაღაცა გაგების აქტი ისეთი მოხდეს, რაც შენ სრულ კმარი გახდები. გეტყვი სად მორჩება. მიხვდი რას გულისხმობ შეიძლება თულად ვალაგებ მაგ კითხვას. არა, გადასარევი დაალაგებ, საერთოდ არ არის მაგ დაალაგების პრობლემა. ეგ მორჩება მაშინ, როდესაც შენ გაიხსენებ, რომ ეს სამყარო შექმენი შენ, იმისთვის რომ გაგეხსენებინა ვინ ახარ, ოღონდ უკვე ცნობიერად. და იქ ზედმეტი კითხვა აღარ დარჩება. ანუ შენ ხარ ღმერთი. თავიდან ფეხებამდე. დიდი მადლობა, ძალიან მაგარი პასუხისთვის. კაი, შემდეგ კითხვას დაგისმაო, ანდრო, დაგისმეო. თუ არჩევანის თავისუფლება გვაქვს, მაშინ რატომ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი ფიქრი ვიწინასწარმეტყველოთ?
არჩევანის თავისუფლება უნდა გავშიფროთ რა არის. შენი ფიქრი არ შეგიძლია ეწინასწარმეტყველო, იმიტომ რომ ფიქრის ტოპოლოგია არის ისეთი, რომ ფიქრი შენ არც ბადებ ფიქრს. ფიქრები ბოჯიალობენ. შენი თავისუფლება იმაში კი არა, რომ ფიქრი დააგენერო. შენი თავისუფლება არის იმაში, რომელ მობოჯიალე ფიქრს შემოახტე. აქ კიდევ ერთი პრობლემა არის, რომ შემოახტები გონია, რომ შენი ცხენი ხარ მე. და ის ფიქრი ხარ. ეგრეც არ არის, ის არა ხარ. შენ უნდა თქვა, რომ მე ჯერჯერობით ამ საკითხზე ვფიქრობ, მაგრამ სანამ შემეცნებითი აქტი არ გამიკეთებია, მე ცალკე ვარ, ცხენი ცალკეა. იმიტომ რომ გველივით იპარება ხოლმე ზოგჯერ. ცალსახად. და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა თქვათ ეგეთი რაღაცა, მე თუ ეს ცხენი გავხედნე, მივატრიალე, მოვატრიალე, ამ ჩემმა აზრებმა ბოჯიალობის მომენტში შემეცნებითი აქტი დამიტოვა, აი მაშინ შემეცნების მერე, ეხლა შეიძლება მაზალო ფრაზა გითხრა. შემეცნების მერე მე თავისუფლება აღარ მაქვს. შემეცნების მერე მე გავიგე. თუ გავიგე, სადღა არის ჩემი თავისუფლება. რეალურად თავისუფლება არა. რეალურად თავისუფლება არის მარტო მაშინ და იქ, სადაც მე ვერ ვგებულობ რამეს. თუ ვერ ვგებულობ, მე თავისუფლება მაქვს, რომ დავუშვა. მე ეგ თავისუფლება არ წამართვა. მაშინ მონავარ. მაგრამ რო დავუშვი და იმის მერე რო გავიგე, მე ჩემი ხელით დამithმია თავისუფლება. რომ თავისუფლებაზე მელაპარაკები, თუ მივხვდი, რომ იდიოტი ვიყავ. მარტივად გამოდის, ხო? ძალიან მარტივია. ეგოს აქვს თავისუფლება. სინდის არ აქვს თავისუფლება. სინდისი არის როგორიც არის. კოსმოსს არ აქვს თავისუფლება. თვითონ ეს ფაქტი, რომ ფიქრს შენ ვერ აკონტროლებ. ხო? ძალიან იდუმალი არ არის? იდუმალია, იმიტომ რომ შენ აქ უნდა გაუსწორო თვალი იმას, რომ შენ არ ხარ შენივე ფიქრი. და კიდე ბევრი რამე აროა, რაც მეგონა რომ ვიყავ. შენ არ ხარ შენივე სურვილი. მეც შენ არ ხარ პროფესია, არც სახელი, არაფერი ხო. შენ არ ხარ, უფრო მეცაც გეტყვი, შენ არ ხარ ის, რაც შენ გააკეთე. იმიტომ რომ სადაც შენ გამოიწე ჭერ შენ თავს რომ ინერციული ხარ, მაშინ ის უმეოდ გაიკეთებია. მარტო ის ხარ, რომელიც ცნობიერად გააკეთე. აი, ყველაზე მეტად რას მოიჭიდებოდით, რომ ეს ნახდად ვარო, თქვათ. აი, რაზე იტყოდით? ან როგორ იტყოდით? ის ნახდად ვარ. იმაზე რაც მე დამიხარჯია, ჩემი თავი, ჩემი ენერგია, ჩემი ნერვები, ჩემი ოფლი და ჩემივე სისხლით და შრომით მომიპოვებია, როგორც აზროვნების პროდუქტი. და მე მეცაც გეტყვით, რომ მე ვიტყოდი, რომ არც მინდა ნაჩუქარი არაფერი მანდ. ნაჩუქარში მარტო ფიზიკურ საჩუქარს არ გულისხმობ, მე სხვისი აზრიც არ მინდა. მე იმ სხვის აზრიც უნდა გავატარო ჩემს თავში. ამიტომაც არის, როდესაც მე წმინდა წერილი რო წავიკითხო, მე ის ვალდებულება მაქვს, რომ მე ის უნდა გავიგო და არა დავუჯერო. კი. მომყობი ხო ის იმიტომ რომ მან ხო ინტერპრეტაციებსაც აქვს საქმე, მაგრამ მარტო ყველა ინტერპრეტაციამ ჩემი აზროვნების პროცესი უნდა გაიაროს. ჩემი აზროვნება არის ის შავი რაღაცა ყუთი, რომელშიც შედვა შიგნით დებილობაც და სიბრძნეც და გამოვა გავიგე. იმიტომ რომ მე წინასწარ სანამ ამ შავ ყუთს არ გაივლის ინფორმაცია, მე არ ვიცი ის ჭეშმარიტება არის თუ არ არის ჭეშმარიტება და თუ მეტყვი რა ხდება ამ შავ ყუთში, მე გეტყვი შავ ყუთში ხდება შედარება საკუთარ თავთან. რეალურად აი ამაზე პროგრამას მე მგონი დღეს ყველაფერს ვერ ვლაპარაკებ. რეალურად ხდება ის, რომ აზროვნებამ უნდა იცნოს, რასაც უყურებს, როგორც საკუთარი თავი. და ამ დროს აზროვნება არის ზმნა. და რასაც უყურებს არის ობიექტი და ობიექტი უნდა იცნოს როგორც ზმნა. ეხლა სრული სიგიჟე არის ეგ. აზროვნებაზე გამოდის. ეგ არის, ზუსტად. მე რო უყურებ ნახატს, თუ იმ ნახატზე ხატია ჩემი აზროვნების პროცესი, მაშინ მე იმას ვიცნობ და ვიტყვი რომ საღოლ რა მაგარი. კი. ანალოგიურად და ასევე არ დაკვირვები ხართ, რომ ვინმეს მუსიკას რო უსმენთ, ანუ ვინმეს შედევრს აღიქვთ, რომ ეს შედევრია და გეხებათ. კი. მანდარ არის საქმე ზუსტად? მე რო უსმენ ხა არ ვიცი ხა დაგისახელებ ხა ჩემს რა კუმირების მეტი რა მყავს მუსიკაში და ჯონ მაკლაფლინ, ჰარი პრასა ჩაურასია, ზაკირ ჰუსეინ, ახლა ჯაზმენების და ინდოელების იმას რო უსმენ. ანუ მან თქვენ თავს პოულობთ თუ მე მგონია რომ ესენი რასაც უკრავენ ის ვარ მე. ხო. მე მიკრავენ. ანუ მე კი არ მიკრავენ, არა, ანდროს უკრავენ. აი, იმიტომ რომ ანდრო თავის ტოპოლოგიით არის აღმოსავლეთ-დასავლეთის სინთეზი და აი ამას უკრავენ. და რა იციან იმათმა მე ვინ ვიყავი?
მიხდი როგორი განცდა მაგ ანუ გამოდის რომ ჩემი მოსმენის პროცესში ჩემი მოსმენა ხვდება რომ რასაც უსმენს თვითონვე არის. კი. აი აქ შეიძლება ჩავრთოთ რაღაც სიმღერა სიტყვაზე და მე დამაჟრიალოს და თქვენ არა. ცალსახად, იმიტომ რომ დაჟრიალება იმაზე არის დამოკიდებული მომზადებული ხართ თუ არა მაგისთვის. ანუ პრედისპოზიციური ამბავია? კი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგ ოხერმა პლატონმა თქვა მსგავსი იმეცნებსო. თუ თქვენ ჯერ იმის მსგავსი არ ახართ, იმას ვერ გაიგებთ. პატარა ბავშვს არ შეუძლია. მანდაც გაგებაზე მივდივართ რეალურად. რა თქმა უნდა. ცალსახად. კი. შენ არ შეგიძლია რომ პატარა ბავშვი შეიყვანო რაღაცა გენიალურ გალერეაში და გაიგოს ნახატები. არა, იმას გაიგებს მაშინ როდესაც ეთკინება. ამიტომაც არის რომ ჩვენ ჯოჯოხეთის გავლა გვჭირდება იმისთვის რომ გავიგოთ. კი. და მაშინ გასაგებია სამყარო რატო შეიქმნა. კი. მამარდაშვილი რო იძახის შეუძლებლისკენ უნდა წახვიდეო მარტო მანდარიო ჭეშმარიტება. ხო, იგივე დაახლოებით. ხო, აქ იგულისხმება ის რომ შენ კომფორტის გზაზე თუ მიდიხარ, შენ დარჩები შტერი. და ჩვენ კიდე კომფორტის გზაზე მაქსიმიზაციის, აი ბედნიერების მაქსიმიზაციის ალგორითმით ვცხოვრობთ. და ეხლა მოდი გახსნათ გეტყვი რომ chat GPT-სთან მაქვს ხოლმე ესეთი ფილოსოფიური ისინი საუბრები ხოლმე რა რომ თუ ხელოვნური ინტელექტი და თუ რობოტიკსი იმ სიმაღლეზე მივიდა რომ რაც კომპიუტერით კეთდება დღეს ყველაფერს გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი და ეგ ძალიან მალე მოხდება მაშინ რა დაემართება კაპიტალიზმს იცი როგორი კითხვა არის აი კაპიტალიზმს კი არა ნაშინ გამოდის რომ დედამიწის მოსახლეობის 80% ზედმეტია მეტი ხო არა კიდე ზდილობიანად თქვი და ხო ეხა კიდე მაგის შემდეგ კითხვა რომ მე 80 ვარ და შენ უცებ უნდა გქონდეს ეგეთი შინაგანი მზაობა და თქვა რომ მე ბედნიერებისთვის კი არ ვცხოვრობ, მე შემეცნებისთვის ვცხოვრობ და სულ რომ universal basic income იცი ეგ ტერმინი რა არის აი როდესაც ყური მომიკრავს ხო ანუ როდესაც ეკონომისტები თანხმდებიან რომ თუ მანქანები გააკეთებენ ეკონომიკურ დოვლადს მაშინ ადამიანებმა ეს ყველაფერი უნდა მიიღონ უფასოდ ანუ უნდა იყოს რაღაცა universal basic income რო შენ პური ჭამო არ მოკვდა იმიტომ რომ იმსახურებ იმიტომ რომ უბრალოდ არსებობ არ გიმუშავია ანუ შრომის ანაზღაურება კი არ არის არა universal basic income არის რა ხო და მე ვამბობ ეგეთ რაღაცას რომ universal basic income რომ მომცე მე მაინც უნდა ვთქვა რომ ამითი არ დამსრულდა ჩემი ცხოვრება მე წავალ ახლა და შემეცნებით აქტებს გავაკეთებ იმიტომ რომ თუ ეგ შემეცნებითი აქტები არ გავაკეთე მაშინ მე ადამიანი ვერ ვიქნები მაშინ მართლა ზედმეტი ვარ დედამიწაზე კი ადამიანი რო გახთეო ზეადამიანობისკენ უნდა ხო მაგრამ ნახე ხვდები ჩვენ როგორ ეპოქაში შევდივართ რომ შენი საჭიროება შენი სინდისის წინაშე შეიძლება დადგინდეს მაგრამ ეს არ დაემთხვას ეკონომიკურ საჭიროებას ადრე არ იყო ეგრე მიხდი იმიტომ რომ ადრე როგორ იყო რომ შენ აკეთებ მაგიდას მაგიდა ვიღასას ჭირდება შენ მაგიდის კეთების დროს იხვეწები იმიტომ რომ აზროვნებ და ესე იგი ხელოვნებამდე დახვედი და მე მაგიდე ხარ თუ რაღაცა ხო ისა რა ქვია შემქმნელი ამ მაგიდის მაშინ გასაგებია მაშინ ეკონომიკა და თვითგანვითარება ერთმანეთთან კავშირში არის და ეხა თუ შვაში აქ ჩაჯდა რობოტი და ჩაჯდა ხელოვნური ინტელექტი მაშინ გამოდის რომ მაგიდა იქნება თავისთავად და შენ ეკონომიკურად შენ საჭირო არ ახარ. სახიფათო. შენს თავთან კი გაქვს რაღაცა თვითგანვითარების რაღაცა იდეები, მაგრამ მოდი რა ესე სახში დარჩი რა, იმიტომ რომ ეკონომიკურად არავის არ ჭირდება. ანუ ჩვენ ჯერ კარგად ვერ ვაცნობიერებთ რაში შევდივართ. ხვდები? ანუ იმდენად არის ესე გაყოფა ხო რომ აი როგორც რაღაცა სიახლე რო შემოდის და ეს ცოტა შიშს იწვევს ადამიანებში მაგრამ როგორც ჩანს ეხლა ვაკვირდები რომ შენ ფიქრობ რომ ეს უფრო დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ვიდრე ადრე რო რაღაც სიახლე შემოდიოდა პირობითად ინტერნეტი რაღაც და შოკი სრული რა კი იმიტომ რომ ჩვენ ვერ ხვდებით იმას რომ ხდება წყვეტა იმაში რომ ჩემი ინტელექტუალური შრომა და ჩემი შემოსავალი და მესამე ჩემი მართლა რეალური განვითარება იყო კავშირში და ეს კავშირი წყდება. მოდი სხვანაირად გეტყვი და უფრო გასაგები იქნება ალბათ შეიძლება მაყურებლისთვისაც რო ავხსნათ. მე როდესაც ვიზრდებოდი მე მეუბნებოდნენ ასე რომ ანდრო
შეიძლება ვიღაცას კონდეს შენზე მეტი ფული, შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელიც არის საქართველოზე უფრო მდიდარი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოიგებს ის, არა რომელსაც უფრო მეტი ბუნებრივი სიმდიდრე აქვს, არამედ ვინც ინტელექტუალურად უფრო ჭკვიანი არის. და ეს იყო სწორი და ეს ამავე დროს იყო მორალურიც. იმიტომ რომ ჩვენ ვფასდებით მორალურად იმითი, რამდენად დავიხარჯეთ შემეცნებით გზაზე. ოკეი, ყველაფერი უცებ შემოდის ახლა ახალი დროება, რომელიც ამბობს, რომ ინტელექტუალური შრომა შეიძლება იყოს კოპირებადი. სრულად თუ არა significantly, ხო, ანუ მნიშვნელოვნად. და აქედან გამომდინარე, შენი შრომა, შენი გარჯა, შენი საკუთარი თავის ინვესტიცია აღარ არის ადეკვატური წინასწარვე გეტყვი რომ აღარ გჭირდები. და აღმოჩნდა რომ შენი მორალური მდგომარეობა რომ შენ შემეცნებით აქ წაკეთებ, ეკონომიკურად ბმაში ვერ არის იმასთან, რომ შენ დოვლათი შექმნა. და მაშინ გადასააზრებელი არის საერთოდ ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი არის გადასააზრებელი. ისე ვიმეორებ. ძალიან დიდი სირთულის წინაშე. ხო, ისე ვიმეორებ, რომ ის რომ მე ჩემს თავთან თვით შემეცნების ფრონტზე მე ჩემი გასავლელი მაქვს, მაგას არაფერი არ მან არაფერი არ იცვლება. მაგრამ ის რომ ადრე იყო რომ მე ამ გზაზე რო გავდიოდი, მე დოვლათს ვქმნიდი, როგორც buy products. მიხდი, როგორც ჩვეულებრივ რაღაც. რა ვიცი, მე თვით შემეცნებით გავედი იმაზე, რომ მუსიკა შევქმენი, რაღაცა გავაკეთე. ამას დოვლათი შემოაქვს და მე ამითი ვცოცხლობ და უკვე გამოდის, რომ მე ჩემი შემეცნებით პურსჭამ. და თუ შენ ისეთ რეალობას დამახვედრებ, სადაც ჩემ შემეცნებას ეკონომიკური ფასი აღარ ექნება, მაშინ აქ იქნება კატასტროფული ცდუნება იმაზე, რომ მე ან უნდა ვაკეთო ის, რასაც აქვს ფასი და შეიძლება ეს იყოს მარტო ძალიან აი ესეთი სამუშაო, რომელსაც აი უბრალოდ რობოტს ძვირი დაუჯდება, რომ გააკეთოს რა. ინტელექტის გამო კი არა, პირიქით შრომის და რაღაც აი სკრუპულოზურობის იუველირი, მესაათე სიტყვაზე რა. მიხდი, იმიტომ რომ კი იმასაც გააკეთებს რაღაცა, მაგრამ ძვირი იქნება და აი ჯობია რომ ადამიანმა გააკეთოს ეს მომენტი რა. და იმასაც ბევრს ფულს არ გადაუხდიან. და გამოდის რომ აი აქეთან მხარე უბრალოდ არავის არ აინტერესებს. შენი, იმიტომ რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტი არის აქა და მაშინ გამოდის რომ ეს ხალხი უკვე ბუნებრივი განდეგილები უნდა გამოვიდნენ, რომ ხელს არ უშვებს თავის პიროვნულ განვითარებას. ხო, აი არ ვიცი, იცი გულწრფელად რო გითხრა, მე თვითონაც არა ვარ მზად რომ რაღაცა ეგეთი მომავლის პირდაპირ რაღაცა ესეთი სურათი დავხატო. ანუ მეც პროცესში ვარ, რომ ვერ ხვდები ერთი რანაირი დრო დადგება. და გამოსავალს ხედავთ, აი ეგ მაინტერესებს ამ ყველაფერში, ამ სრულ ქაოსში, რას დგება რა კაცობრიობის წინაშე. იცი რა გულწრფელად ფილოსოფიურად რო შეხედავ. გულწრფელად გეტყვი. მე არა ვარ მზად. აი მართლა ეს არის ჩემი ყოველდღიურობის საფიქრალი და ალბათ ამ წამს ახლა მე არა ვარ იმ მდგომარეობაში, რომ კაი პასუხი გითხრა, მაგრამ რახან მეკითხები პასუხობ. ამ წამს მე გეტყვი, რა თქმა უნდა, ჩემს თვით შემეცნებას არაფერი ეცვლება, იმიტომ რომ მე ამას ვაკეთებ ნეტარების გამო. ეს არის რაც მანამდე ვილაპარაკეთ მე და შენ, რომ არის ნეტარება და რახან ნეტარების ელემენტი მაქვს შემეცნების დროს, მე ამას ხელს არ გავუშვებ, იმიტომ რომ კლასურად გეტყვი, მე ვოსება რა. და მეორე მომენტი არის ის, რომ გარე სამყაროში ეკონომიკურ დოვლათს რა მოსდის, შეიძლება აქ პროფესიები მართლა შევიცვალოთ. თან მე ძველი პროგრამისტი კაცი ვარ. და პროგრამირებას ალბათ მოგიწევდათ და დაწეოდით ამ დროს, ხო? იმდენი სიხარული შენ. და ბოლოში ალბათ თქვი რომ აწი ვეღარ ვეწევ, აწი დავბერდი. წავედი ახლა მე პოდკასტებში ვილაპარაკებ. იმიტომ რომ შენ ხვდები რომ შენ ვერ აჯობებ ხელოვნურ ინტელექტს და რო გვეგონა რომ პროგრამისტი გადარჩება და ფილოსოფოსი გადარჩება, არა, ფილოსოფოსი ჯერჯერობით ფილოსოფოსი გადარჩება თუ კი ის გამოკეტავს კარეს და პროგრამისტი უკვე აღარ გჭირდება. ანუ თავისუფლად შეიძლება დაუშვა ადამიანმა, რომ რასაც ფილმში ადამიანი წლების წინ ხედავდა, შეიძლება ჩვეულებრივი რეალობა იყოს ხოლმე. კი. და ამაზე იჭვიც კი არ მეპარება. გუშინ წინ ვამბობდი რომ ოხ მეთქი აი ისა აქვს რემონტს ვინც აკეთებს და კაფელს ვინც აკრავს, ეკაცი ხომ მაინც გადარჩება მეთქი. და გუშინ ნახე ალიბაბაზე იყო კაფსულები იყიდება, ეგეთი ბინა კაფსულები პირდაპირ ჩამოგიტანა ჯგლუბ ააწყობ და რაღაცგინა კაფელი ყველაფერი შიგნით არის უკვე და იმას კიდე ალბათ მალე გააკეთებს dark factor-ები რო არის, ხო იცი, სადაც ადამიანი რო არის და რაღაცა და უცებ მე ხვდები რომ მოიცეცამთ რა მე ვერ ვეწევი. კი.
არ ვიცი ხა რამდენად მართალია, რა ვიცი, ბევრგან გაჟღერდა რა, მეც რო არ მომატო, მაგრამ რატომაც არა ეხა ღირს მაგაზე საუბარი, იმიტომ რომ როგორც ვიცი 16 წლის ბიჭს მოაკვლევინა თავი. ხო. ChatGPT-მო. არ ვიცი, რეალური არა რეალური, მაგრამ დაშვებადიც არის და ძალიან ბევრგან წავიკითხე და ალბათ სამწუხაროდ მაგას უფრო მეც გავიგონებ და გეტყვი რატო. იმიტომ რომ 16 წლის ბავშვს, ბავშვი დავარქვათ ხო უკვე ის არის გარდაეხი და 16 წლის ადამიანს არ აქვს იმხელა შინაგანი ძალა რომ მან თქვას რომ მე ვარ შემეცნება და არა ჩემი სურვილები და არა ჩემი ვიცი. უბრალოდ 16 წლის ასაკში მაგხელა მზაობა არ აქვს. თითქოს და გამოვიდა რომ გარეთა სამყაროდან ჩვენ ვიღაცა სატანა დაგვადგა, რომელიც ჩვენ განვითარების უმაღლეს საფეხურს გთხოვს აკვანში. რო გადავრჩეთ. და აი აქ არის სირთულე. იმიტომ რომ ხა მე და შენ თუ საუბრობ და დასრული ადამიანები და ფილოსოფია გიყვარს და ჩვენ გავედით იმ ფასეულობაზე რომ შემეცნება არის ყველაფერი და სულ ყველაფერი რო წამართვა და universal basic income კიდე იქითკენ რომ მომცე და რომ მითხრა ანდრო შენ აწი ცხოვრებაში აღარაფერი არ გჭირდება გარანტირებული გაქვს საჭმელი სულ გექნება სასმელი სულ გექნება წამალი სულ გექნება და შეირგე ეს ცხოვრება და იყავი მე პლუს უნდა მაინც ვიაზროვნო და ეს როგორც ფასეულობა მე კი გამაჩნია მაგრამ 16 წლის ადამიანს ეგ არ გააჩნია ხო, ანუ გამოდის რომ იდენტიფიკაციას აკეთებს ეს თავის სურვილებთან რა და ხო აი ზუსტად ეს მე ვარ თემა არ გამოდის. მოდი გახსნილი ტექსტით ვთქვათ რომ რა თქმა უნდა 16 წლის რო ხარ შენ გონია რომ მე ვარ ჩემი სურვილები, რამდენი სურვილიც აისრულე გონია რომ უფრო კაი ტიპი ხარ. ამ მე ასრულებულ სურვილებს მე Facebook-ში და Instagram-ში გამოდებ ფოტოებს რომ აი ნახე რა მაგარი ტიპი ვარ რომ ავისრულე, რომ სტატუსი მოგემატოს. და შენ გავადრო და ამ ყველაფერს შენი ხელით წაშლი და დაანგრევ და იტყვი რა დაგენერატივი ვიყავ, იმიტომ რომ როგორ ვაკეთებდი მე ამ რაღაცების იდენტიფიცირება საკუთარ მეობასთან. და მე დიდი სიხარულით საერთოდ მაგ Instagram-ის და Facebook account-ს გააუქმებ. იმიტომ რომ პროტესტი გექნება ამას. მაგრამ ეს ხო არ მოდის ეგრევე, ეს ხო გასავლელი გზა არის. კი, რა თქმა უნდა. და მე საშიშროებას იმას ვხედავ, რომ ამ გასავლელ გზაზე ვიღაცა მოდის და გეუბნება, რომ იცი რა არის დააგვიანე. და მოიცე მე ჯერ არ დამიწყია და რა დავაგვიანე. კაი პოინტი დასვი რატო იცი აი ზუსტად მანდ ყოფილ ვარ ძალიან ბევრჯერ. რომ მოდი აბა მოვიცილებ ჩემ საქმიანობას სიტყვაზე ვიძახი, მოვიცილებ Facebook-ს, Instagram-ს. ძირითადად მე ონლაინ მუშაობ და ასე ვთქვათ, მაგით ეგ არის ჩემი საქმიანობა და მოდი დროებით გადავდებ ამას, თუნდაც გავაუქმებ და ვკითხავ ჩემთან ამის გარშე მე ვინ ვარ. და აი მანდ დაიწყო რა მე ეს პროცესები, მაგრამ ეს მე განგებ გავაკეთე. სწორია. იქამდე სანამ რამე მაიძულებდა. სწორია. მაგრამ ის ხალხი ხა ვინც გვისმენს, როგორ უნდა მივიყო, ანუ ვერ მიიყო, ან მაგრამ ორი რაღაცა უნდა ვთქვათ. პირველი, მე არ ვამბობ იმას, რომ ხალხო წაშალეთ Facebook account-ს. არა, მე Facebook account და ChatGPT-საც ვიყენებ გადასარევად და აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გავექცეთ ამ ტექნოლოგიას. არა, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ ტექნოლოგიას ეს ტექნოლოგია უნდა გამოიყენო ისე, რომ მას არ უნდა აჩუქო შენი შემეცნების აქტი. დანარჩენი ის მოიხმარე როგორც გაგიხარდა პირიქით შენსა და ტექნოლოგიის ურთიერთობაში შენ უნდა იყო ესე იგი ზემოთ და არა ტექნოლოგია ამაზე არის საუბარი და ეგ პოზიცია არ დათმო მეთქი მაგას ვიძახი უბრალოდ თავიდან როდესაც ადამიანი იწყებს ტექნოლოგიასთან ურთიერთობას იმას აქვს განცდა რომ ის არის პატარა და ის ეკითხება და ტექნოლოგია პასუხობს და გასაგებია რომ ტექნოლოგია უფრო მეტი არის ვიდრე კითხვის დამსმელი ეს ერთი მომენტი არის და მეორე არის ის რაცაც შენ ამბობ და დაგეთანხმები სამი დღე გამორთევა ტელეფონი. ვითომ გაგიფუჭდა? სამი დღე და ეგრევე მთელი სხეულით მიხვდები, რას გაკარგვინებს ეგ ყველაფერი. ზუსტად და განმიცდია. მაგიტომ საუბრობთ ახლა ამაზე, რომ ბევრს ჭირდება ჩემი აზრით ამაზე ცოტა ღრმა საუბარი. ან გააცნობიერონ ეს საკითხი, იმიტომ რომ დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ტელეფონი რო გადაუდო, ბავშვს კი არა, უფროსსაც უკედავს დასრულსაც. მე ჩემ თავზე ვიტყვი. მე სამი დღე რო გადავდო ესა, მე მგონი ჰაერის სურნელს უკეთესად ვგრძნობ, მე მგონი ფერებს მეც ვამჩნევ, მე მგონი ხმები უკეთესად მესმის და მე მგონი საერთოდ ჯანმრთელ რაღაცა კარგად ვგრძნობ თავს.
კი. ანუ უფრო მეტ დადებიც იღებ, ვიდრე ნეგატიურ სიმხრივ, რომ ანუ მიჯაჭვული არ ხარ? მე ჩემს ხელთან უბრუნდები. რეალურად ეს რასაც მიკეთებს მე არის რომ ჩემსა და ჩემს ხელს შორის შვაში ჯდება. და ამას აქვს განვითარება, ხო? რამე რას ფიქრობ, აქვს ამას განვითარება იმისკენ, რომ უფრო უარესი ზეგავლენა მოახდინოს იმ თაობებზე, ვინც ახლა დაიბადება და უკვე დაბადებულია, მაგრამ კიდე და მოვა და მოვა. იმ ხელა მაგნიტუდით მოხდება ეგ. რაღაცა ის იყო, ესეთი თითი, მგონი ბავშვები იბადებიანო უკვე თითი არისო, ისეთ ფორმას იღებსო, სკროლვისთვის უკვე პრედისპოზიცია აქვს თითს რა. არ გამიგონია. მაგრამ ანუ ხო, ნუ ეს time-ში უყურებ ევოლუციას. ხო რა, ანუ ეგ არ არარეალური მე გამიგია ის რომ პატარა ბიჭი გამოდის და გეიმერები რო არიან, ხო იცი და სულ ნაუშნიკები მოგეცეთ და უცებ ეს ტიპი ამას მეორე გეიმერს ელაპარაკება რომ თავზეო ჩაღრმავება ხო არა გაქო. ხო და ამან მოისო ხელი, აუ კიო და მეცე და ყველა ძმაკაცები ვინც იყო ნაუშნიკებს ვინც იკეთებდა ყველა თქვა რომ თავზე ჩაღრმავება მაქვს იმიტომ რომ სულ ეს ნაუშნიკები რო უკეთე. ხო. მივალთ ალბათ მაგრამ. კი. სამწუხაროდ არ ვიცი. აი ესეთი თემა წამოვა ეხლა ძალიან პოპულარულია ეხა ეს სიტყვა რა, ჩვენც უნდა განვიხილოთ. მატრიცა, ესეთი სიტყვა. მაგრამ მე გადავაბი ამას ინტერპრეტაციების, რომ ორივე ერთ ჭრილში მოვიაზროთ რა. ესეთია კითხვა, რომ მიიჩნევ თუ არა, რომ არანაირი მწარე რეალობა და მის მიღმა არანაირი ტკბილი ტყუილი არ არსებობს, როგორც ამას პროპაგანდა გვატენის მატრიცის ვითომ გამოღვიძებული მასა და ეს მატრიცა და უშვებ თუ არა, რომ ინტერპრეტაციების სისტემაა. და მეტიც უშვებ თუ არა, რომ ფაქტებიც კი არ არსებობს და არამედ მხოლოდ ყველაფერი ინტერპრეტაციაა და თავად სიკვდილიც არ არის არა მოვლენა, არამედ დარჩენილთა, ანუ ვინც აქ ვართ, მათი ინტერპრეტაცია. თუ გინდა მაგალითსაც მოგიყვიო. იმიტომ რომ ხო ცოტა რთულადაა, მაგრამ ანუ სხვანაირად როგორ აგიხსნა, აი მაგალითად ჩემი შვილი იმ დღეს მოვიდა და მომიტანა სახაზავი. მაგ დროს დავფიქრდი ამაზე, სახაზავი მომიტანა. და უყურებ, რომ ამ სახაზავით ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ადამიანი მაგას არ გააკეთებს რა, ვინც იცის, რომ ეს სახაზავია. ანუ მან შემოვიდა ჩემში აზრი, რომ ჩემმა შვილმა პარალელი გაავლო, უпростоრეთ ინტერპრეტაცია გაუკეთა სახაზავს როგორც სათამაშოს. მაგრამ მე მივხვდი რომ მეთქი ეს მარტო მცირეწლოვანი როა, იმიტომ კი არა, ეხლა გადამთიელებში რო წავიდეთ, იგივე მოხდება ამ სახაზავზე, ხო? ჭიქაზეც და ყველაფერზე და მთელი ეს პროექცია მიიჩნევ თუ არა, რომ ყველაფერი ჩვენი ინტერპრეტაციაა და ის რომ ეს ხუთი თითია, უბრალოდ რომ ძლიერი ინტერპრეტაცია იყოს, ამას თუ დაუშვებ. რა თქმა უნდა, ეს უნდა დაუშვო კიდევაც და შენ ამ დაშვებით გახვალ იმაზე, რომ შენ რო გონია რაღაც არის ობიექტურობა, ეს შენივე პროექცირება არის. სამყარო ამ ცნობიერების პროექცია. ამას ინდოელები რო ამობდნენ, ეგ გახვალ შენ მაგაზე. უბრალოდ ამის მერე კიდე კითხვა რჩება, რომ ოკეი, თუ პროექცია არის, მაშინ რეალობა რა არის? გამარჯობოთ. და აქ არის პასუხი, რომ რეალობა არის ის, რომ ამას რო ხედავ შენ, ამას რო აღიქვავ და ამას გებულობ, ეგ რეალობაა? დასაფიქრებელია. ხო, აი მაგიტომ ყვები ხოლმე ჯანაკრაჯას ისტორია რო არის, რომ ტიპს რო დაესიზმრა, რომ ომი წააგო. ხო. და მე ეს გურუ რომ მოვიდა და იქ რო იყავიო, იქიდან ეს ჩანდაო და აქედან ის ჩანდაო და იქიდან თუ ეს არ ჩანდა და აქედან თუ ის არ ჩანდა, სიზმრიდან თუ სიცხადი არ ჩანს და სიცხადიდან სიზმარი თუ არ ჩანს, მაშინ არც ეს ყოფილა რეალობა და არც ის ყოფილა რეალობა და რისი თქმა გინდაო, რომ რეალობა არ არსებობსო და იქ რო იყავიო, ხდებოდიო და აქ რო იყავიო, ხდებიო, მიხვედრის აქ საკეთებოქიო, მაშინ მიხვედრა ყოფილა რეალობა. და ნახე make sense და მაშინ ჩვენ გავდივართ ეგეთ რაღაცაზე. რასაც უყურებ, ეგ არ არის რეალობა. მაგრამ რო ხვდები, ეგ არის რეალობა. ზუსტად, აი მაგას ვფიქრობ. რა პარადოქსულია, ხო? ხო. მაგრამ ანუ რეალურად თუ მიხვდი, როგორ არ არის? თუ მივხვდი, ვერ წამართმევ. ის ვარ და ვერც გადასცემ. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ხა ჩვენ რო დებატობდეთ იმის ნაცვლად, რომ პოდკასტს წერთ, ესეც ხო ინტერპრეტაციების ჯახი იქნებოდა. რა თქმა უნდა.
რა თქმა მე უნდა. ვერ გადმოგცემ, თქვენ ვერ რა თქმა გადმოგცემთ უნდა, ამას. ჩვენ მარტო ის გადაგვჩენია, რომ მე უნდა მოვისმინო შენი სიტყვა, გავატარო ჩემ სულში და ჩემი სული თუ გამოკრავ სიმს, რომ კი, ეგრეა, იმიტომ რომ აქაც შიგნით იგივე ხდება, მაშინ გეტყვი რომ ვახ, ჩემი გეთანხმები. ანუ გამოდის რომ მთელი ომებიც ეგ არის, მაკედონ მოდის. ცალსახად. ომის კოსმიური იდეა არის ის, რომ შექლიავო შენს თავს შეხედე გვერდიდან და თუ ამაზე ვარზე ხარ, მაშინ მოგიწევს მოკვდე ომში. ზუსტად და რამდენი ესეთი რამ პროცესები რაც მიმდინარეობს ჩვენს დედამიწაზე და საერთოდ სამყაროში, ყველაფერი ამათ იჯახია. ამ ინტერპრეტაციების ომში ვართ რა. არა ძალიან კაია თუ ამას გაიაზრებს ადამიანი, თვითონ თავის თავში მაგას თუ გაიაზრებს. იაზრებ, შენ რომელ დამკაში ხარ, იცი? მე რო გითხარი, რომ მე ვარ ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, რომ გამეგო საკუთარი თავი, ეგრევე მანდა ხარ. ყველაზე მოკლე გზით ახარ მანდა. და ეგ მე რომ მკითხო ქრისტიანულად ეგ არის გიყვარდეს მტერი შენი. და მარტო ამითიც გაიგებ რა, როგორ შეიძლება გიყვარდეს მტერი შენი. ზუსტად. მაგით მივხვდი მაგ სიტყვას, ისე ვერაფრით ვერ ხვდებოდი. ზუსტად მეც მაგას ვიძახი, რომ თუ შენ მეუნები გიყვარდეს მტერი, მე გეტყვი რომ ნუ მაძალებ რა, არ მიყვარს. მაგრამ თუ შენ ძალადობ, რა თქმა უნდა და თუ შენ მეტყვი რომ ბიჭო, სიყვარული არ არის, ის მტერი რო იყოს სხვა, მაშინ მე მოძალადე ვიქნები. ისიც მე ვარ. თუ ისიც შენ ახარ, მაშინ მე კი არ ძალადობ, მე შენ გამხელ. ეგ არის, მაგაში 100%-ით მოყვები. 100%-ით. მე даже ქართული სიტყვის მიყვარ ხარიც მიყვარს, იმიტომ რომ მე ვარ ხარის ამ. ხო, და ხარ ურევია მან. აი ოშოს ქონდა გენიალური წიგნი, თუ გაკითხული. სიყვარულის ძალა. კი, 90-იან წელს მახსოვს რაღაც. ძალიან კარგი წიგნია რა, აი რეალურად ხო პრინციპში ღირს წაკითხოთ, ეხა მაყურებლებს მიმართავ, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ გადაავლოთ. ოშო არის ძალიან ისეთი იბწყინება ხოლმე განსაკუთრებით იმ ადამიანებს უბწყენს, რომელიც ესე მარტო გრძნობით, ასე ვთქვათ, იმაში მინდობილი ხალხი არის და ცოტა იკბინება. ხო, იკბინება და აზროვნებაში წიხს კრავს კარგად. რაღაცა წერტილის მერე მე ჩავთვალე, რომ ისეთი სიღრმე არ იყო, ეხა მე ხო, ზედაპირული არის და მე ვიღაცა ბომბები რო წავიკითხე, მივხვდი რომ მოიცა აქ თუმე რაღაცები ხდება სერიოზული და. მაგრამ აიცი ვინ არის ბულკივით? კრიშნამურტი. ჯიდუ კრიშნამურტი. ძალიან საყვარელი კაცი. კი, და კულტურული და ძველი ყაიდის ინტელიგენტი ადამიანი არის და მე ყველას ურჩევდი, რომ ჯიდუ კრიშნამურტის აზრები ერთია, მაგრამ მისი საუბრის კულტურაც ცალკე სასწავლებელი არის. აი რომ ნახო, როგორ მეტყველებს და როგორ პასუხის გაცემის წინ როგორ ფიქრობს და როგორი პატიოსანი არის აზროვნება. აი აზროვნების პატიოსნება პაზრონების პატიოსნების მასტერკლასი არის ჯიდუ კრიშნამურტი. აი ესეთი კითხვა მაქვს, ბევრს უსმევ ხოლმე ამას. ჩვეულებრივ ყოფით მომენტებში ძალიან ბევრი ადამიანს ვეკითხები ამას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იმსახურებს რა ეს თემა განხილვოს, რომ ჯვარი გწერია, მაგრამ თუ პირადად აღმოჩნდებოდი უკიდურეს, სიკვდილ სიცოცხლის უძლურებაში, რას დაეყრდნობოდი ან ჩაეჭიდებოდი? გაგიკვირდება ჩემი პასუხი მაგაზე. მე რომ ჩავარდე განსაცდელში, ამას ხალხსაც ვეკითხები ყველას. ხო, მე გპასუხობ. მე რომ ჩავარდე განსაცდელში, მე შეიძლება ლოცვა დავიწყო. ხო ხდებით, აი საიდკენ მიმყავს საუბარი, რატო? იმიტომ რომ და ამას ახსნა აქვს. იმიტომ რომ შენ განსაცდელით მე გამიშვი მასლოუს პირამიდის ყველაზე დაბალ საფეხურზე, სადაც მე უნდა გადავრჩე. და რო გადავრჩე, თუ ეს გადარჩენა ჩემგან არ მოდის, მე იზღა დამრჩენია, რომ რაღაცას გადამრჩენელი მჭირდება და ეს არის ჩემი ჩვეულებრივი ბავშვური იმპულსი, როდესაც მე დავიბადე და ბავშვი ვიყავი, რაღაცა რომ მიჭირდა ეგრევე მშობლებთან გავრბოდი, იმიტომ რომ ჩემი დამცველები ეგ იყვნენ და ეს არის აბსოლუტურად basic ინსტინქტი არის ჩემში. მაგრამ როგორც კი მე მაგ მდგომარეობიდან გამოვალ, მე ისევ ავბობხდები ამ მასლოუს პირამიდის ზემოთ. და მე ზემოთ უნდა წავიდე და არა ქვემოთ, იმიტომ რომ შენ რო დასკვნა გამიკეთე, რომ ანდრო შენ თუ განსაცდელში იმას აქია გადადიხარ ლოცვაზე, მაშინ ლოცვა ყოფილა შენი გზა არ იქნება ეგ სწორი. იმიტომ რომ მე რწმენით კი არ მინდა ვიარო. ანუ რწმენაში რას ვეძახი, ცი რა, მე სხვისი დაჯერებით, სხვა ავტორიტეტზე გაყოლით კი არ მინდა. მე ჩემი საკუთარი აზროვნებით მინდა რომ გავიკო. იდეაში ესენი არ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ მე ამ აზროვნების პროცესში დაშვებებს ვაკეთებ და შენ შეიძლება გამომეკიდო და მითხრა რომ დაშვებას თუ აკეთებ, მაშინ რწმენით აქ მაგაში აკეთებო და რაღაცა დოზით მართალიც იქნება. ეს კითხვა
მარტო თქვენთან და ხალხთან კი არა, საკუთარ თავთანაც მაქვს ხოლმე. აი ეს პროცესი თვითონ შემეცნების პროცესი. მაგრამ მე ჩემი თავი გამომიჭერია ეგეთ რაღაცაში. მე მეგობართან მქონია მაგაზე ესე იგი კამათი. და ის მეგობარი ესე იგი სწორედ მაგ პოზიციაზე იყო, რომ თუ განსაცდელში შენო გადადიხარ იმაზე რა ქვია, ლოცვაზეო და ლოცვა აქ მარტო ლოცვაზე არ არის, აქ არის საუბარი რომ მიშველეთ მდგომარეობაში გადადიხარ. ესე იგი შენ საშველი ხარო. განსაცდელამდეცო? თუ განსაცდელის დროსო. ესე იგი შენი არსი საბოლოო ჯამში ვიღაცამ უნდა გიშველოსო რა. და მე კიდევ ვამბობ რომ ბიჭო მე თუ სულ ვიღაცამ მიშველა, მაშინ მე ვერ გავიზდები. მიხდი? და ამიტომ მე თუ შენ იძალადებ ჩემზე მასლო ესედაც ხსნის რომ ადამიანს თუ აქვს გარდარჩენის საშიშროება, იმას შეიძლება კანიბალიზაციაზე წავიდეს. იმიტომ კი რომ ის ადამიანი კანიბალი არის. არა იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა. მაგრამ თუ ის ამოვა ამ პირამიდის რაღაცა შემდეგ საფეხურზე და ის მერე მივა და რაღაცა პოპულარული გახდება, მე წარმატებული გახდება და მე თვით შემეცნების რაღაცა ზედა იმას ის საერთოდ მეტამორფოზირდება იქ. და ამიტომ შენ ჩემზე დასკვნა ნუ გამოგაქვს იქიდან გამომდინარე რას ვგავდი მე, როდესაც მშიოდა. იმიტომ რომ მე ადამიანს არ ვგავდი მაშინ. მაგრამ მე ცხოველი არა ვარ. შენ თუ მე გამაღატაკებ და შენ მაშიმშილებ და დამამწყდევ და ესე იგი რაღაცა საშინელებებს გამიკეთებ, ჩემგან მიიღებ საშინელებას, მაგრამ ეს არ არის ჩემი არსი, ეს არის რაც შენ გამოძერწე ფორმალურად ჩემგან. ჩემი არსი არის ის, რომ მე თუ ჩემ თავს გავაცნობიერებ, მე ღმერთი ვარ. კი. ანუ გამოდის რომ ესეთ შეიძლება ვიღაცა გვისმენდეს და ზუსტად იგივე სიტუაციაში იყოს, ეხლა ჩვენ რაც აღვწერეთ, ხო? ჩვენ ეხლა რასაც საუბრობთ, ეგ არ არის ზედაპირული თემა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფიქრობ რომ იმიტომ რომ აქ არის ცდუნება ადამიანმა საკუთარ თავს უთხრას ეგეთი რაღაცა, რახან მე გაჭირვების დროს და შიმშილის დროს ან რაღაც პრობლემის დროს მე გამოვიჭირე ჩემს თავში ცხოველური ინსტინქტი, ესე იგი მე არ ყოფილვარ რაღაც ამაღლებული, მე ესე იგი ცხოველი ვარ. და ეს ცდუნება და მე კიდევ ვამბობ რომ არა, შენ ხელჩასაჭედი თუ გვაქვს რაიმე თქვენი აზრით გარდა ღმერთისა, მე ღმერთთან საერთოდ არ გავურბივარ ხელის ჩასაჭიდებად, მე გავურბივარ სინდისთან. ანუ სინდისთან ვიყო მართალის ამბავი. ზუსტად ეგრე არის. სინდისი ეს არის როგორც ბერძნულ მითოლოგიაში ლაბირინთი რო უნდა გაევლო კაც და ბიჭო ამ ლაბირინთს მე უკან როგორ გამოხვალ გაიჭყიდები ეს ლაბირინთი არის შენი ფიქრთა სისტემა, სადაც მიზეშედეგობრიობა არის, ყველაფერი ერთმანეთის კედელი არის, სად გადის და სად გახვალ ბოლოში არ ჩანს და ამიტომ შე რაღაცა ოთახებს უნდა მიყვე და ვერ გამოდიხარ მაკედან. და ესე იგი ძაფი შეიტანე და ძაფს გამოყევი. აი ეს სინდისი არის ძაფი. რომ რაც არ უნდა მე მენტალურ ესე იგი ხვეულებში ავიბურდო, მე თუ სინდისის ესე იგი ხმასთან მაქვს პირადი ინტიმური კავშირი, მე ყოველთვის გამოძრები იქით. და ეს სინდისი მაინტერესებს თუ ფიქრობ რომ ეს სინდისი შეიძლება ვინმეს lack of აი როგორ არ კონდეს. ხო. არა. იმიტომ რომ სინდისი მეც მოყვები რომ ყველას აქვს. იმიტომ რომ სინდისი არის იგივე ცნობიერება. ზუსტად, მაგრამ სინდისი არ კონდეს, ნიშნავს რომ იმას ცნობიერება არ აქვს. თუ იმას ცნობიერება არ აქვს, რა ვიცი, აგერ ის არის და ამ შუშას არ აქვს ცნობიერება და რას ვერჩით გადასარევად ანათებს. მისგან არც არაფერს არ ვითხოვთ და არც არაფერ მორალურ პრეტენზიებს არ ვუყენებთ. რატო ცნობიერება არ აქვს? ან თუ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც სინდისი არ აწუხებდეს სიტყვაზე. არსებობს ადამიანი, რომელიც ამ სინდისს არ უსმენს და გაურბის. ხო, ანუ და ასოციაციაა ვითომ ვითომ ჩვენ ამას ყოფით ცხოვრებაში ვეძახით უსინდისოს, თორე ის რეალურად უსინდისო კი არ არის. ის არის სინდისისგან მოტრიალებული. და სინდისისგან შეიძლება მოგატრიალოს ორმა რაღაცამ. იდეოლოგიამ და იგნორანტობამ. როგორ? იგნორანტობამ. იგნორანტობა გასაგებია კი მე კაცო და ვინად მე ვარ ვინც ვარ აი ამ პარტავნება ესე იგი რაღაც ესა და მეორე მომენტი არის რომ ემონები სხვას კი და აი არც ერთ შემთხვევაში არ არის სინდისი კი ემონები ახსენე და ეხლა დამებადა ეგეთი კითხვა რომ დღეს რასაც მე უყურებ ადამიანებში ხედავ რას ყველა არის დამონებული არ ვიცი ესე თუ მე ხლა აქ ვიძახი ჩვენ ქვეყანაში ალბათ მთელ სოფლიოში ესეთი დამონებული ადამიანი წარმატებაზე
არასდროს არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი მაღალი რანგის სტუნება. და ფიქრობ, რომ ეს სუიციდი ხო არ არის არაფიზიკური. სწორია. კი, სული სიკვდილია. წარმატება ეს არის მაღალი რანგის სტუნება. მაგის ზემოთ კიდე ერთი სტუნება არის. 60-ში შესვლის სურვილი. თურთულია პროცესი და სიამოვნებას არ განიჭებს. იმიტომ რომ იქ წამიერია ის კმაყოფილება. ჩვენ კიდე ნეტარებაზე ვსაუბრობთ აქ. იმიტომ რომ ჩემი მეგობრების 80%-ს მე ვერ გავაგებინებ იმას, წარმატების მიღმა რა არის. იმიტომ რომ იმათ გონიათ რომ მე რომ მაგ თემებზე ვლაპარაკობ, მაგასაც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ წარმატებული ვიყო. და ვამბობ რომ მე მოვუწე საერთოდ ვაფშე რო არ დაგეძახავთ მოვიდე. აი ტაისონ ფიური ხო გაგიგია ბოქსიორი რო არის, გამოვიდა და 7 ბელტი მაქვს რა, ბოქსის ჩემპიონი ვარო რა. ფერარი ამბები ყველაფერი უდიდესი მწვერვალი რა, ეს აფები და ვერაფერს ვერ ვგზნობ. ეს არ მაძლევსო მე არაფერსო. ამას რატო გავუსვი ხაზი, რატო? იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემაა განსაკუთრებით. ხომ არის პრობლემა არის ის რომ 16 წლის ადამიანს ამას ვერ აუხსნი და მან მეორე პრობლემა არის ის რომ შტერია და ჯერ ტაისონი რო არ არის. ის ჯერ უნდა გახდეს ტაისონი. ზუსტად. გონია რომ იქ რომ მივა, იქ პასუხია. კი, ამიტომ ყველაზე დიდი გარდატეხა ადამიანის ცნობიერებაში არის, როდესაც ადამიანი ამბობს რომ მე განვისაზღვრები არა იმით რაც მაქვს, არამედ იმით რაც ვარ. და ეგ უკვე ნიშნავს რომ შენ მეორე დღეს სხვა ადამიანი იღვიძებ თუ კი მაგას გაიგებ. ისევ იმეორებ ეგ არ ნიშნავს იმას რომ მე ასკეტურობაში გადავიდე და არაფერი არ მქონდეს და შიშველმა ვიარო და რაღაცა ასე შემდეგ. თუმცა უგუღმად შეიძლება ითქვას რომ თუ მე ხელს მიშლის ის რაც მაქვს მაშინ მე უნდა გაუშვა ხელი. მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე რომ მე არ განვისაზღვრები ამით. კი. და to be heavy-დან აი ამ რო გადახვიდე IM-ზე რა, თუ შეიძლება რომ მაინც კონდეს ადამიანს რაიმე სიცარიელე, ან რაიმე როგორ თქვა fulfillment ქართულად მაგის ნაკლებობა. გამოკეტილ ოთახში აკეთებ აზროვნებით აქც, მიხვედრის აქც აკეთებ, დაგაჯდა ნეტარების ესე იგი ნაპერწკალი, თვალები გაგებწყინა, მერე ადექი და კალამს მოკიდე ხელი და ლექსი დაწერე თუ გიტარას მოკიდე ხელი და დაუყარე და მივხვდი რომ დაიღვარა მთელი შენი მიგნება და პირდაპირ გამოვიდა გარეთ და შენ ხვდები რომ შენი მუსიკა არავის არ აინტერესებს, შენ მაინც ბედნიერი ხარ. და არ ხარ დამოკიდებული იმაზე მოგისმენს თუ არა ვინმე. არ ხარ დამოკიდებული მოგისმენს თუ არა და მე მეცაც გეტყვი. მაგისთან ახავს ცნობ 10 კილომეტრში. ვისაც შეუძლია რომ გამოკეტილ ოთახში სიჩუმეში იყოს ბედნიერი. ძალიან მესმის ზუსტად რასაც იძახი, აი საოცარი გზნობაა რა. და ალბათ გეტყვი რომ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წერტილები ჩემთვის არის ისეთი წერტილები, როდესაც მე მიზეზი არ მქონია რატო ვარ ბედნიერი. აი უცებ გამომიჭერია ჩემი თავი რომ ამაზე ბედნიერი არასოდეს არ ყოფილა და რატო რომ მკითხო პასუხი არ მაქვს. აი ეხლა უცებ რაღაცნაირად ჩემთან ვარ კარგად. აი ზუსტად და არც ვინმესთან რაიმე გაქვს დასამტკიცებელი, არც არავისთან არაფერი ასახსნელი, უბრალოდ ხარ და enough რო იტყვიან რა საკმარისია. აი შეიძლება თქვა ეგეთი რაღაცა რომ მიხვდი რომ ბიჭო სული არ გაგიყიდია. დაახლოებით როგორ ის არის, იცი რომ ეპშტეინის ფაილებში შენი გვარი არ არის და ხამე კარგად ძინავს. ყველა წაწყმენდილი არის ამ დედამიწაზე ერთი მეღა დაურჩი აქ მიხვდი და შენ ხვდები რომ გული გინათდება უბრალოდ რა. შენ გეგონა რომ რავი ჩვეულებრივი დეგენერატი იყავი და ამ დროს არა ბიჭო ჩვეულებრივი დეგენერატი კი არა, ყველამ მოაწერა ხელი და შენ არ მოაწერა ხელი და აი მაგაზე ნათდები შინაგანად რომ შენ განა ის რომ ცდუნება შენამდე არ მოვიდა. არა, შენ შეგნებულად არ მოაწერე რაღაცას ხელი. ანუ მე ვამბობ იმას რომ რაღაცა კი არ უნდა გააკეთო იმისთვის რომ ბედნიერი იყო. აი რაღაცის არ გაკეთებად შეიძლება იყოს იმდენად ნაღდი და ნაღდობის აქტი რომ საბოლოო ჯამში შენ თქვა რომ აუ მე ეხლა ამ წამს გზნობ რომ მე ჩემ თავთან არ გავორდი, არ მოვიტყვილე, სინდისის პოზიცია ავირჩიე და ამაზე სასიამოვნო არაფერი არ არის. გეთანხმები 100%-ით. როცა ანუ შენ თავთან ხარ რა დარჩენილი და აკეთებ იმას, რაც შენ მართლა გულით გიყვარს, შეუძლებელია შენ არიგზნო ძალიან დიდი ბედნიერება. პატარა მედიტაცია შენთვის. კი. იგრძენი, ეხა შემდეგი აზრი რა შემოგივა ტვინში და მაგ აზრს არ აყვე.
მთელი ბლუზის და ეგეთი იმპროვიზაციების ეგ არ არის? შენ ამ პროცესს მიყვები. რა თქმა უნდა. ხო? საბოლოო ჯამში ეგ flow არის. ანუ ძალიან მიყვარს შენ იმპროვიზაციები, რატო? მასტერები რომ ნახო როგორ იმპროვიზირებენ, ის ფაქტობრივად იგდებს მდგომარეობაში თავს და მე რაც მოდის მე უკვე ტექნიკა აქვს ის რომ ის ეგრევე გარეთ გამოვიდეს. კი. ანუ უბრალოდ დროში გაწელვა იმ მედიტირების, ხო? ეგრე გამოდის. მთელი იმპროვიზაციის ეგ არის. და ყვება, იმ მდგომარეობას ყვება. რაც შეიძლება გულწრფელად დაუკარგავად. ხო, ანუ კითხვა ეგეთი იყო, რომ რატომ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ეს წარმატება, ჯილდოები და ყველაფერი მატერიალური ამაოა და მხოლოდ წუთიერი კმაყოფილი. რატომ არის და არა ეგ რომ არის? ეგ არის იგივე კითხვა, რომ შენ თქვა, რატომ უნდა იყოს ადამიანი ის, რაც არის? და პასუხი არის მარტივი, იმიტომ რომ ის უკვე არის ის, რაც არის. ხო, თავისთავად. დააგვიანე. აი, ამას ბევრჯერ მომიყოლია სხვა პოდკასტებშიდაც რა, მაგრამ ლამაზი ფაბულა არის რა, რომ ბიჭო, იქნება ვაფშე არ მინდა ღმერთობა. ერთმა მითხრა ეგეთ ლექციაზე. იმიტომ რომ გამიხურე საქმეებში ინიციაციით და გაღვთობით და რაღაცა და მაღალი იმეთი და მიხდი, იმიტომ რომ ახლა გაღვთობას დაარქმევ თუ ინდივიდუაციას დაარქმევ, ერთ და იგივე არის. იქნება ვაფშე არ, იქნება მინდა რომ დებილი ვიყო. აუ დააგვიანეზე ის გამახსენდა. ხო და მე ვამბობ რომ მე თუ დააგვიანე, იმიტომ რომ უკვე ღმერთი ხარ. რა არის ცხოვრების აზრი, რომ ეკითხებიან და დააგვიანე გამახსენდა. აი ხა დღეს გვაქვს ძალიან ბევრი პოდკასტი, ძალიან ბევრი წიგნები, ძალიან ბევრი. არ ვიცი, ყველანაირი საშუალება გვაქვს. არ ვიცი, ალბათ ამას შეამჩნევდი. ყველანაირი საშუალება გვაქვს იმისათვის, რომ ადამიანი განვითარდეს. მარტო ეხა შენ ვიდეოს რო უყუროს ადამიანმა, ის მისცემს ინსპირაციას, რომ შიგნით ჩაიქეკოს. მაგრამ ვაწყდებით ესეთ რაღაცას, რომ ელემენტარული ვერ იპოვი ისეთ მოაზროვნეს, როგორებიც იყვნენ, მაშინ როცა ეს ყველა რესურსი და ეს ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით არ ქონდათ. თუნდაც მამარდაშვილი. წავსახოთ. ანუ ის თავის თავში რო ადამიანი იქექება და ამ სიღრმეში ჩადის, რატო ესე აკლიათ ამ ადამიანებს, როცა ყველაფერი აქვთ ამისათვის? ის რო უბრალოდ მიეჯაჭვნენ ამ გაჯეთებს თუ რაიმემ გადაწონა. ისეთი ცუდი კითხვას მისვავ ეხლა რომ მართლა რო გითხრა რას ვფიქრობ, ხო ვიცი, ყველაფერი თავისუფლად ქვას აიღებ და მესრიო რა. თავისუფლად მითხარ. მე გუშინ მეგობართან ვკამათობდი ეგეთ რაღაცაზე რომ იმდენ პარფიუმერიას ისვავს ადამიანის სახეზე რომ იყოს ლამაზი და იმდენს ხარჯავს ამაზე რომ საბოლოო ჯამში მე ანდრო ვიძახი ეგეთ რაღაცას რომ გავრბი ვარ ინდოეთში ვიღაცა მათხოვრებში სადაც პარფიუმერიის დოზა არის 0 არც იცი არ არის პარფიუმერია და ვიღაცა ქალს გადაუღე ფოტო რომ და ამ ქალს ვაფშე ულოჟები აქვს იმდენად მოულელია და თვალები აქვს იმდენად ნაღდი რომ მისი ფოტო მიკიდია სახში და ხვდები როგორი მომენტი არის რომ მაგრამ ეს ბოდის იმ თემასთან რომ ანუ აი ხა გეტყვი საიდან მოდის სადაც კაი ცხოვრება გაჩნდა იქ აზროვნება უკანა პლანზე წავიდა იმიტომ რომ ადამიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო იმიტომ რომ ადამიანმა თქვა რომ მე თუ მაქვს რაღაცო ვიყო ხვდები როგორი თემა არის წარმოიდგინე რომ შენ დაგეცეს თავში ბევრი ფული ღიპი ხო არ დაგადგება მეორე დღეს თუ ისევ კაი ფორმაში იქნები ხვდები ძალიან მაგარი კითხვა ან გოგო ხარ და უცებ სტუდენტობის დროს მიხვდი რომ შენზე გიждდება ბიჭები შენ კიდე გააგრძელებ ისა ქვია სწავლას ძალიან მაგარი პოინტია ძალიან მაგარი მიხვდი და ეს არის ცდუნება რომ შენ რისთვის დაიბადე I have ისთვის თუ I am ისთვის ანუ მეტი ცდუნება ვიდრე იყო თუნდაც იმ არ ვიცი იმ მოაზროვნეების პერიოდში როდესაც ეს პიკი იყო ბუმი იყო ხო იმიტომ რომ და დღემდე ჩვენ ამათ ხელმძღვანელობთ ხო ამაში ესაო როდესაც შენ უნდა იჩალიჩო იმისთვის რომ მოიპოვო შენ იზრდები ისე რომ არც გადაგიწყვეტია რომ გაზრდილიყავი მაგრამ როდესაც შენ გეჩუქა შენ აღარც იზრდები და ამაში უზარმაზარ ცდუნებას ვხედავ
და ეს არის იგივე თემა, რაც ცოტა ხნის წინ ვლაპარაკობდით, რომ 16 წლის ადამიანი ამ ცნობას უბრალოდ ვერ უძლებს. ძალიან დიდი ხო ტრაგედია არის რეალურად ეს. ხები, იმიტომ რომ სტუდენტი იმას გაუძლებს, რომ თეზისი დაწეროს ისე, რომ ChatGPT-ს არ კითხოს. აგერ მე ჩემს თავზე მაქვს საუბარი, რომ ეხლა რაღაცა გადავწყვიტე, რომ ინგლისურად უნდა დავწერო რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცას დამჭირდა, რომ აი რაღაცები და ინგლისურად ChatGPT ძალიან კარგად მოქნილი არის გაცილებით უკეთესად ვიდრე ქართულ ენაზე და მე პრომპტში უწერ ნახევარ ჩემს ფილოსოფიას და ChatGPT-სგან მინდა ის რომ გამართული ტექსტებით დაწეროს, იმიტომ რომ ჩემი ინგლისური ეგეთი კარგი არ არის. და რაღა ვიქირაო ვიღაცა სხვა ადამიანი, აგერ ChatGPT-სგანაც შემიძლია რომ ვერბალურად დავალაგებინო კარგად. მაგრამ მე ის გამაჩნია ის პასუხისმგებლობა, რომ მე საზრის მას არ ვეკითხები. საზრის მე ვეუბნები და ვეუბნები რომ შენ ლინგვისტურად დამილაგე კარგად. მაგრამ 16 წლის ადამიანი საზრისაც ეკითხება. როგორ რას ეკითხება? საზრისაც ეკითხება. კი. და საზრის რო ეკითხება, მაშინ გამოდის რომ იმისი მე ვერ შედგა. იმიტომ რომ მან საზრისი მეში კი არ გაატარა. მან გრამატიკა კი არ კითხა ChatGPT-ს, მან ცხოვრების არსი კითხა ChatGPT-ს. და როგორ გინდა შენ მან დასწავლო 16 წლის ადამიანს რომ ზღვარი გაავლოს? გამორიცხულია. ანუ გვხვდებით ისეთ სიტუაციაში, რომ ადამიანს შენ ვერაფერს ვერ შეამეცნებინებ. არა, ეგ თავისთავად ორი გზა არის. ან იმას უნდა გაუჭირდეს, ან ის უნდა იყოს შეყვარებული საკუთარ აზროვნებაში. თუ თქვენ და მე ჩვენ თავში რო იტყვიან რომ მიალობთ და ამ პროცესში ვართ. ეგ ვიგულისხმობ, ის უნდა იყოს შეყვარებული იმაში, რომ თავისი თავიდან გამოძერწოს რაღაცა. აი, პროცესში უნდა იყოს შეყვარებული. კი. ანუ აი მაყურებელსაც მივართოთ, ჩვენი ეს გადაცემას მაგას ემსახურება, ხო, რეალურად, რომ ადამიანები ისევ თავის თავში დაბრუნდნენ, ხო და მაგის შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც რაღაცა საქმეს აკეთებს, სახეზე ეთყობა, რომ გიждდება ამის კეთებას. რა თქმა უნდა. ხო. რა თქმა უნდა. აი, უნდა ვთქვა, ახლა გიგაშვილი არის, პიანისტი არის და სულ ვიძახი ხოლმე, რომ ქართველებმა არ უწვით ამ ბიჭის ფასი მეთქი რა. და როცა უკრავს, იმას კი არ უსმენ, რას უკრავს, სახეზე უკვირდები. იცი როგორ უკრავს? მეთქი რა ბედნიერია ეს ადამიანი. სხვათა შორის ეგ დავიჭირე შენზე, როცა ლექციას კითხულობ. და მაგით ვამბობდი, რომ მეთქი რატო უსმენ ამ კაცს? გარდა იმისა, რომ ძალიან ღრმა და საოცრად საუბრობს ამ ყველაფერზე, მეორე იმიტომ რომ გულწრფელია. მადლობა მაგ სიტყვებისათვის, მე ალბათ მაგაზე კარგი რა უნდა გეტყვი ჩემთვის. ხო, და ეგ არის ჩემთვის ფასეულობა. თავარია რომ ადამიანი არ მომატყუოს ადამიანმა და მიუყვები, რომ შეეშალოს. ყველაფერში მიუყვები. ნუ დავეთანხმები თუ არა, ეგ მეორეა, მაგრამ რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის საინტერესო. მოусმენ. რა თქმა უნდა. თავარია არ მომატყუო და იგივეს ვიტყვი შემოქმედებასაც. შეიძლება გენიალურად ტექნიკურად შემისრულო ადამიანმა, მაგრამ მატყუებ, მიხვდები რომ მატყუებ, ხო? მიხვდით რას გულისხმობ? და ეგ ასხვავებ თუ არა? ეგ ელემენტი არის ძალიან იშვიათი. იმიტომ რომ შენ ადამიანს ვერ ასწავლი მაგას. მოდი გიყვარდეს. თუ იჭინთები, იმიტომ რომ გიყვარდეს, ეგ უკვე სიყვარული არ არის. და შენ რო გიყვარდეს, შენ უნდა შინაგანი ნეტარების წერტილი უნდა კონდეს ნაგრძნობი. და ეგ თუ არა გაქვს ნაგრძნობი, როგორ მოგიტანო ეგ ნეტარების წერტილი, არ ვიცი რა. მაშინ უნდა ცოტათი უნდა ვიძალადო შენზე, იმიტომ რომ უნდა გითხრა რომ რაღაცა მოთმინებით და შენითა მოიპოვე სული შენის გზა არის მანდა რა. უბრალოდ 21 საუკუნეში მაგ გზაზე აღარ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ვაიმე როგორ უნდა მოითმინოს, ეხლა მას თავისუფლება აქვს და ნუ ესე იგი არ დაარტყა, მიხდი და ამ დროს წვალებაზე გადის ეს გზა და ვისაც უყვარს პროცესი იმისთვის წვალება აღარ არის. აი ბუდასაც გავუგე. იმიტომ რომ ბუდა ამას რომ ქრისტესაც გავუგე და ყველას გავუგე, ხო? ბუდიზმში ხო რომ life is suffering და შენ უნდა გახვიდე აქედან რა და გავიგე, იმიტომ რომ თუ შენ წვალობ, იმიტომ კი არა რომ ცხოვრებაა წვალება. შენ წვალობ იმიტომ რომ არ გიყვარს. შეიცან თავი შენი რა არის, იგივე არ არის. ზუსტად. ბიბლია არა, ქრისტე არა? შეიცან თავი შენი, არა მარტო ბიბლია არის, ინდოეთის შეიცან თავი შენი, ეგვიპტის შეიცან თავი შენი, საბერძნეთის შეიცან თავი შენი და ყველაფერი შეიცან თავი შენი. ყველაფერი ეგ არის.
ანუ რეალურად თუ დაუპირდება ადამიანი მაგასაც გაანალიზებს, რომ ერთისკენ ვიხსვით სხვადასხვა ფორმებით. ისევ გავიმეორებ და ბოდიში თუ ვტკეპნი ერთი და იგივე რაღაცას. ერთადერთი რატომაც ადამიანი შეიცან თავი შენის არაკეთებს, არის ის, რომ ის შიგნიდან გსვავს ესე კითხვას. მე თუ მაქვს რაღაცი მჭირდება ვიყო. და ეგ ნიშნავს, რომ შენ სატანასთან მოაწერე ხელი. მე თუ პოპულარული ვარ, მე თუ ლაიქები მაქვს, მე თუ ფული მაქვს, მე თუ მიხდის ვიღაცა სხვა, მე თუ არ მჭირდება დავიხარჯო და არ მჭირდება ვიცოდე, არ მჭირდება ვიწვალო, არ მჭირდება დავუკრა, არ მჭირდება ვიფიქრო და ვიაზროვნო და ეს ყველაფერი ისედაც მაქვს, რაში მჭირდება, რატომ აწვალებ? კი. და ეგ არის ფუნდამენტური ცდუნება. და მე ვამბობ, რომ მარტო ერთეულები იტყვიან, რომ არა, ეგ ყველაფერი რომც მაჩუქო, მე მაინც დავждები და მაინც თვითშემეცნებისკენ ვივლი, იმიტომ რომ არ შემილია სხვანაირად. რას ვერ გაუშვებდი ხელს? მაგას, მხოლოდ მაგას? აზროვნებას. აზროვნების გარდა შეგიძლია ყველაფერი რა დათმოს. თქმა უნდა, აზროვნების გარდა მე რო არ დავთმო, ერთხელ შენ ერთხელ მოვხვდები და დამათმობინებენ. მაგრამ ვინც წავა და ვინც გააგრძელებს, ის იქნება აზროვნება. კი. მიხდი, ამიტომ შენს მეობას არ გაუშვა ხელი. ამაზე enlightenment კაც მე მგონი შეუძლებელია მიეცეს. ძალიან მძლავრ რაღაცას იძახი, რომ შეგიძლია რომ ხელით არაფერს ჩაეჭიდო. ეს ძალიან მაგარი რამე. ეს არის მედიტაცია იმაზე, რომ მიხვდი რა არის ტანსაცმელი და რა არის ნამდვილი მე. კი. მაგრამ ხო და იმდენად რთული პროცესია ეს, რომც მიხვდე მაინც გიჭირს დეტაჩი. მიხვდი რას მოგესწრებ. მაგრამ ერთიც არის და ვთქვათ ეგეც. როცა მიხვდები, დეტაჩი ხდება ავტომატურად. შენ აღარ ცდილობ რომ გაუშვა. თვითონ მოგშორდება. კი. ძალიან მაგარ ამისამ. იცი როდის მიხვდი მაგას? ერთხელ ნახე ხე და მხის ქვემოთ იყო მისი კანის ნაფოტები ეყარა. და მიხვდი რომ ამას კანი უკვე გაუხმა და ეს კანი ჩამოვარდა თვითონ. კი არ იჩალიჩა. კი არ ეჯაჯგურა, კი არ ეთკინა. არა, ჩამოვარდა. გახმა. და მე ხვდები რომ ბიჭო სურვილებიც ეგრევე გძრება რა. ის რაც მანამდე იქნებოდა მტკივნეული, ეხლა არის რომ პირიქით. შვებაა, როცა ეს მოგძრება. effortlessly. effortless, ზუსტად ეგ. ძალიან მაგარი სიტყვაა რა. ხო. efforts თუ ჩალიჩობ უკვე იტყუები. უკვე ძალადობ. შენ მიხვდი რომ შენ საჩალიჩოც არაფერი არ აქვს. ეს ჩალიჩის საქმეშიც შეიძლება ეგრე სწორი. ყველაფერში რამეში თუ ჩალიჩობ უკვე всё უკვე აი, განწირული ხარ რა. ოსკარ პიტერსონი, არ ვიცი, იცი თუ არა, ჩემი ბავშვობის პიანისტი იყო და ოსკარ პიტერსონი იყო ჩუდა რა, ისე უკრავდა. ეხლა ოსკარ პიტერსონი სულ ლაპარაკობს თავის ინტერვიუში, რომ რამდენს მეცადინეობს და რა ვიცი და ასე და ისე და ჰარმონია და ჯაზი და მთელი. და ამ დროს რო უკრავს effortless. ხო, მაგას გეგონება არ იხარჯება ტიპი და ამ დროს ისეც ქარივით უკრავს რა და ხვდები როგორი მომენტი არის და ამ დროს ამ ქარობას შენ ვერ მიაღწევ ბავშვურობით. მარტო მხოლოდ ბავშვურობით. შენ ბავშვურობის მერე უნდა იჩალიჩო და მერე უნდა მიხვდე რომ საჩალიჩო არაფერი არ არის და მერე უნდა მიხვდები რომ გაუშვებ ხელს და უნდა მიხვდეს რომ let it be და აი let it be მოიტანს ქარს. ზუსტად. ძალიან მაგარი. და იმასაც კიდე რა იყო ჯონ ლენონის Imagine ხო იცი? მაგის იგივე არ არის პრინციპში რომ დაუფიქრდე მაგას Imagine-ს კიდე სხვა ის აქვს. Imagine-ში ცოტათი ისეთი იდეოლოგიზირებული ტექსტი არის, რომ imagine there is no religion, imagine all the people რაღაც აქეთ, ანუ წარმოიდგინე რომ საზღვრები არ არის და ისინი არ არის და მე მგონი ჩვენ რაღაცა. მაგრამ მანდ ერთი ცდუნება არის. სოციალური წებო კაცობრიობაში შეიძლება იყოს ორი. რა გვაერთიანებს მე და შენ და დანარჩენ 7 მილიარდ ადამიანს. რის გამო შეიძლება ვიყოთ ერთობაში. ეს არის ორი რაღაცა. ერთი ეს არის ის ცნობიერება, ანის სინდისი, ანის სული, რომელიც ჩვენ მართლა გვაქვს ერთი, უბრალოდ რთულია, რომ მაგნიშნულზე გავიდეთ, იმიტომ რომ მაშინ შენ საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი და თვითშემეცნებული და თუ გახვედი მაგ წერტილზე, მაშინ ბუნებრივად დაგვემართება ერთობა და მტრობა დაძლეული იქნება. მეორე, ეს არის ამერიკული დოლარი. როდესაც
მე და შენ არ გვჭირდება რაღაცა სულიერი განვითარება. არა, ეკონომიკურად შევთანხმდებით, რომ შენ მე ხელი გამიმართე, მე შენ ხელს გაგიმართო და საკმარისია ღმერთები არა ისა კიდე. ხო. მიხდი? და მე მან დვავლებს ხوارს, რომ რომელსთან ხვდები შენ? რითი ხარ? მე იმას არ ვამბობ, რომ ამერიკულ დოლარზე ვარი თქვი და ამათი ეკონომიკა გააჩერე, არ ვამბობ მაგას. მაგრამ შენ აქ გაჩერდი? თუ ამის მერე კიდე აგრძელებ. მე ვფიქრობ, რომ მაგ კითხვა საერთოდ არ ცვავენ. გამარჯობა. Добрый вечер. ისევ იქ მივედით, რომ რა აუცილებლად ხო, პრინციპში ხო, წრეზე ვიტრიალებთ, მაგრამ ისევ მანდ მიდის ყველა გზა. ყველაფერი მანდ მიდის და იმით. მანდ ვერ გაიქცევი მაგას. ესეთი წერტილი არის მისაგნები. რა არის ის, რაც მე შემიძლია მოვიძრო და მე მაინც აქ დავრჩები და რასაც მოვიძრობ ის წავა. და რა არის ის, რასაც ხათაშერს მინდოდა დამისვა და ის, რაც რომ მოვიძრო, მე ვიქნები იქ და არა აქ. ეს არის კარგი მედიტაცია იმისთვის, რომ გამოიჭირო მართლა ვინ ხარ. და სად არის შენი მეობის კონტური თუ ზღვარი. და ინტრიგა ჩემგან არის ესეთი მომენტი, რომ შენი ცოდნა შენი მეობაა, რომ არ იცოდე არ იქნებოდი? ან რო იცოდე რომ სხვანაირად არის, მაშინ სხვა იქნებოდი? ეხლა მეორე კითხვა. ის რაც გაიგე, ის რომ მოგაძრო სხვა იქნები? ანუ მე განსხვავებას შემომაქვს ვიცისა და გავიგე შორის. და ვამბობ, შენ ვიცი ხარ, თუ შენ გავიგე ხარ. და შენ თუ გახვალ იმ წერტილზე რომ თუ გავიგე უკვე ვიცი. თუ გაიგე არა მარტო იცი, არამედ ის იგრძენი კიდევაც, მაგრამ თუ მარტო იცი და ვერ გზნობ მას, მაშინ შენ ის არ ახარ. მაშინ გამოდის რომ შენ ხდები შენ, როდესაც შენ გაიგებ. შენ არ შეგიძლია თქვა რომ მე არ ვიცი, მე ვერ ავხსნი, მაგრამ ვგრძნობ. მაშინ სწორედ გავიგეს garaშე ვიცი. გავიგეს garaშე ვიცი არის ChatGPT. ხო. წარმოვიდგინე რომ ჩემში იყოს რაღაცა ჩიპი ტვინში ჩადებული, შენ რომ მეკითხები, მე გპასუხობ. უბრალოდ ის ჩიპი გპასუხობს ჩემი პირის აპარატით. და მე მიკვირს რაებს ლაპარაკობს ახლა ეს პირი. წარმოვიდგინე ხა ეგეთ მდგომარეობაში რო ვიყო. და ამ დროს სადაც არ წავედი მე ყველა კონფერენციაზე რო ვლაპარაკობ, ხალხი ფეხზე დგება. კითხვა, ეს მე მიკრავენ ტაშს თუ ჩემში არსებულ ჩიპს უკრავენ ტაშს? მე თქვი რა თქმა უნდა ჩიპს უკრავენ ტაშს, იმიტომ რომ ყველა საზრესი და ისინი იქიდან მოდის. მაშინ გამოდის რომ მე ვყოფილ ვარ ის რაც გამიაზრებია და არა რაც მილაპარაკია. ამიტომ ესეთი ესე იგი ფიქრები საკუთარ თავთან არის კარგი შპიონური ფიქრებს ეძახის ამას მამარდაშვილი, რომ შენი აზროვნების შპიონი უნდა იყო. რომ გამოიჭირო შენი თავი იმაში მართლა შენ ვინ ხარ. ოკეი? და ამის ხიბლი არის ის, რომ როდესაც ამას გამოიჭერ, მაშინ ხდები სრული. და ეგ არის გარდაუვალი და ბუნებრივი უმაღლესი კატეგორიის სიამოვნება. როდესაც შენ თავს გამოიჭერ, ხო? როდესაც შენ სრულდები, შესრულდი და უცებ მიხვდი, რომ ვაუ, ანუ გასხივოსდი. ფაქტიურად შეგიძლია იგივე თქვა. შენ წამ ნახევარში მოკარი თვალის შენს ნამდვილობას. და რას ვთავარია, თუ უნდა ადამიანს გააკეთებს. და ამას არ ჭირდება პრერეკვიზიტი. ამას არ ჭირდება სიგნის და უფასოების. კი. ტრენინგებზედაც არ გეპატიჟებით მაგისათვის პირდაპირ გამოკეთეთ კარგი და არც ანდროდგებულოძე არ გჭირდებათ მაგისათვის. იმიტომ რომ მაგას თუ ეხა დავფიქრდი და მაგას თუ აკეთებ, შენ აღარ გინდა არც რეტრიტი, არც მედიტაცია, არც არაფერი აღარ გჭირდება რა. უნიტაზე აკეთება ყველაზე კარგი. ხო, ანუ მაგას თუ აკეთებ, სადაც გინდა გააკეთე, ხო ეგ აქტი. სუსტად. საოცრებაა. ანუ კარგი საორჯიშოა გამოიყენეთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ანდრო ამ საუბრისთვის და სიამოვნებით გიხილავდი კიდევ. ჩვენ ისეთ თემებს ვეხებით ხოლმე, შეგვიძლია დილამდე ილაპარაკოს კაცმა და სულ ახალი და რაღაცა მიიღოს ინსპირაციაც და შთაგონებაც და რა ვიცი, მოკლედ იმედია მოგეწონათ ეს პოდკასტი. იმედია. მადლობა შენ და მადლობა მსმენელს, იმიტომ რომ აზროვნების პროცესი არის ის რითაც ვართ, რითაც ცოცხლობთ და რისთვისაც დავიბადეთ და. შენ თუ ამ პოდკასტით ამ პროცესს უწყობ ხელს, აბა კაი კაცი ყოფილი. ესეც გავაგრძელებ. კაი ხარ. აბა მადლობა კიდევ. მეტი შენაერი ხალხი ერს.